მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვიმყოფებით Microsoft Flight Simulator-ის Steam გამოცემაში და ეს არის ჩემი მესამე ვიდეო დემონსტრაცია, სადაც ჩვენ შევასრულებთ ფრენას თბილისი-ბათუმი. თუ არ გაქვთ ნანახი წინა ვიდეო დემონსტრაციები, აუცილებლად იხილეთ ეს ვიდეოები, ვინაიდან მე ვეცდები რომ დღევანდელი ვიდეო მაქსიმალურად პრაქტიკული გავხადო, ხოლო თეორიული ნაწილი რამდენადაც შევეცადე წინა ვიდეოებში მაქსიმალურად ჩავდე. ამიტომ თუ თეორიული ნაწილი გაინტერესებთ, აუცილებლად იხილეთ ეს ვიდეოები. ასევე ჩაურთეთ ვიდეო ანოტაცია players, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი რამ საუბრისას გამომრჩეს, ხოლო როდესაც ვიდეოს ავტვირთავ, აუცილებლად ჩასწორებებს გავაკეთებ. მაშასე სწორედაც რომ Steam გამოცემის ბრალი არის, რომ ამდენი ხანი გაიწელა ამ ვიდეოს ჩაწერა, რადგან ძალიან ბევრი ადონი არ არის და არ იყო და არ არის ჯერ კიდევ თავსებადი ამ Flight Simulator-ის ამ ვერსიასთან. როგორც იქნა შევძელი PMDG-ის 737 ტიპის Boeing-ის დაყენება, თუმცა სამწუხაროდ მაგალითად S-Dock-ის კამერები ვერ ავამუშავე ჯერჯერობით, რაც გარკვეულ დისკომფორტს შემიქმნის ხედების გადართვისას. თუმცა არ ამგონია ამან დიდი პრობლემა შექმნას ვიდეოს ჩაწერისას. მაშასე პირველი რამ რაც უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩვენ საჰაერო ხომალდში აღმოჩნდებით, არის ის, რომ უნდა გავიაროთ გარკვეული ჩეკლისტები, ანუ გარკვეული კითხვარები. ანუ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებ თვითმფრინავში, ვაკეთებ ამ ჩეკლისტების, ანუ იგივე კითხვარების მიხედვით. არსებობს ძალიან ბევრი კითხვარი, თუნდაც PMDG-ის მანუალი განსხვავდება იმ მანუალისაგან, სხვა მანუალებისაგან, რაც ინტერნეტში მოეპოვება 737 ტიპის Boeing-ის შესახებ, ამიტომ ყველა კითხვარი იქიდან გამომდინარე, რომ პატარ-პატარა სხვაობები მათ შორის არის, შეიძლება გახდეს ესეთი, ასე ვთქვათ, მცირე დავის საგანი, რა არის შემდეგ ხდება ბოლოს და ბოლოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხშირად ერთი მეთოდიც სწორია და მეორე მეთოდიც სწორია. რეალობაშიც ასე არის, ავიაკომპანიებს თავისი პოლიტიკა აქვთ. მაგალითად, ზოგი იყენებს სახმელეთო ტერმინალს ელექტროენერგიისა და პნევმატიკის მისაღებად APU-ს გაშვებამდე, ზოგი კიდე არა. მე მაგალითად არ ვიყენებ. მე ამოვარჩიე ერთ-ერთი ჩეკლისტი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. და ვეცადე რომ მომერგო საკუთარ თავზე და თან ისე რომ რეალობისაგან შორს არ წავსულიყავი. ამ ვიდეოს ლინკის სახით ვეცდები რომ ეს ჩეკლისტი დაურთო, თუ დაგაინტერესდებათ შეგიძლიათ გადმოგაჩვენოთ და იხემძღვანელოთ. მაშასე ჩვენ ვიმყოფებით Boeing 737-ში და უნდა დავიწყოთ ფრენის წინა ჩეკლისტი, ანუ ფრენის წინა კითხვარის გავლა. და რაც ამ კითხვარის მიხედვით პირველი სიაში მოდის, ეს არის ის, რომ რა თქმა უნდა ჩავართოთ ჩვენი პირველადი კვების წყარო, ანუ ჩვენი ბატარია. ავეხედოთ overhead პანელზე და რას ვხედავთ აქ? მე ახლა მაქვს PMDG-ის, ჩვენი ვიცით, რომ ახლა ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება cold and dark მდგომარეობაში, ანუ ყველა პანელების მდგომარეობა არის მდგომარეობაში cold and dark, თუმცა მე პატარა მოდიფიკაცია გავუკეთე PMDG-ის cold and dark-ის default profile-ს, იმიტომ რომ cold and dark-ის default profile-ში ზოგიერთი ტუმბლერი არ არის გათიშულ მდგომარეობაში. მაგალითად, standby კვება, bus transition, ისევე როგორც ზოგიერთი აქ bleed hire-ის განყოფილებაში ზოგიერთი ტუმბლერი გადართული არის auto მდგომარეობაში. ამიტომ მე გადავრთე ყველა ტუმბლერები off მდგომარეობაში, თუმცა თუ თქვენი ტუმბლერებთან შედარებით რაიმე განსხვავება იპოვეთ იმ ტუმბლერებთან მიმართებაში, რაც მე მიყენია, ანუ ეს დიდი პრობლემა არ არის, მთავარი არის იდეა და არსი, რის შემდეგ ვაკეთებთ, ხო? ამიტომ დავიწყოთ, მოდით, ესე იგი, პირველ რიგში ჩავართოთ ჩვენი ბატარია, პირველადი კვების წყარო, standby კვება მდგომარეობაში auto და დავიცვათ იგი, bus transition მდგომარეობაში auto და დავიცვათ იგი. შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა გავუშვათ ჩვენი დამხმარე კვების ბლოკი, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდეთ, მოდით დავწმუნდეთ, რომ ჩვენი თვითმფრინავი არსად არ გაიქცევა და პარკინგის მოხრუჭი ამოვწიოთ, თუმცა თქვენ ხედავთ აქ, რომ ჩოკები უყენია საბურავებს, ანუ ხუნდებში ვართ, მაგრამ პროცედურა ითხოვს, რომ პარკინგის მოხრუჭი დავაყენოთ, ასე რომ დავემორჩილოთ და დავაყენოთ პარკინგის მოხრუჭი. ავიხედოთ ისევ ზევით და დავიწყოთ ჩვენი დამხმარე კვების ბლოკის გაშვება. დამხმარე კვების ბლოკის გაშვებისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ მარცხენა საწვავის ტუმბო მოვიყვანოთ მდგომარეობაში on, იმისათვის რომ APU-ს საკუთარი საწვავის ტუმბოს კომპენსაცია მოახდინოს ან სტაბილიზაცია მოახდინოს საწვავის წნევისა იმ შემთხვევაში თუ რაიმე fail იქნება. შემდეგ კი APU სტარტერი მოყავს მდგომარეობაში on და start.
რამდენიმე წამით გადაგვყავს მდგომარეობაში start, სანამ თვითონ არ დაბრუნდება მდგომარეობაში on და სანამ APU იშვება, ჩვენ ხედავთ ახლა Z-ის წნევის ნატურა უნდა აინთოს, რომ დაბალი წნევა გვაქვს, ასეც არის, ახლა წავა უკვე NEMS-ი და APU დაიწყებს გაშვებას და რაც ამ APU დაიწყებს გაშვებას, APU-მ დაიწყო გაშვება, ჩვენ უკვე შეგვიძლია კაბინაში რამოდენიმე ტესტი ჩავატაროთ. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება დავრწმუნდეთ, რომ ყველა სისტემა რაც ჩვენ გვაქვს არის იმ წყობში. კერძოდ ჩვენ ხედავთ, რომ შასის ბერკეტი არის ჩამოწეული ქვევით და სამივე ნატურა ანათებს მწვანედ. ასევე ჩვენ ხედავთ ზედა მხარეს, რომ left gear, right gear და nose gear არის მწვანე მდგომარეობაში და არის ჩამოწეული. ფლაპები არის მდგომარეობაში 0, საწვავის მიწოდება არის გათიშული. შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ნატურა და ყველა ღილაკი არის გამართული ჩვენს კოკპიტში. Რა თქმა უნდა, სიმულაციაში ამის გაკეთება შეგვიძლია არც გავაკეთოთ, იმიტომ რომ აპრიორი ვიცით, რომ ყველა სისტემა მუშაობს, თუმცა რეალობაში პილოტები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. მაგალითად, დავიწყოთ ნატურების lights test, როგორც ხედავთ, ზევით ავწიეთ მდგომარეობაში ტესტ და დავაკვირდეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაციული და ინფორმაციულ საგანგაშო ნატურა ან ინფორმაციული და ნატურა ღილაკები მუშაობენ. ავიხედეთ ზევით. ყველა ნატურა მწყობრში არის, ჩამოვიხედეთ ქვევით. ნატურები მუშაობს, ძალიან კარგი. შეგვიძლია ეს ტესტი დავასრულოთ, ტესტმა წარმატებით ჩაიარა, ახლა კი შეგვიძლია FMC ავტოპილოტ და ავტოსროთელ P reset-ების, ანუ ავტოპილოტის შემადგენელი კომპონენტების ტესტი ჩავატაროთ მდგომარეობაში 1, სადაც სამივე ნატურა ყვითლად ინთება, მდგომარეობაში 2, სადაც სამივე ნატურა, ორი ნატურა წითლად, 1 ყვითლად ინთება. ამ ტესტმა წარმატებით ჩაიარა, შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა შევამოწმოთ ჩვენი ხანძალსაწინააღმდეგო სისტემების გამართულება და პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ არაოპერირებულობაზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გადავართეთ მარცხენა მხარეს, ჩვენ ხედავთ ორი ნატურა fault და detection of inoperation, რა ორივე ნატურა აინთო, შესაბამისად ხაროზის აღმოჩენის სისტემა მუშაობს, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაში ხაროზის აღმოჩენის სისტემა უფრო კორექტულები რო ვიყოთ. გადავართოთ მარჯვენა მხარეს, ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახოთ 3 განათებული, უკაცრავად 5 განათებული ნატურა, მეორე APU-სა და პირველი ძრავის საგანგაშო ნატურები, ისევე როგორც პირველი და მეორე ძრავის გადახურების მაჩვენებელი ნატურები და უნდა გავიგონოთ ხმოვანი სიგნალი. სისტემა გამართულია, გადავერთოთ პირველი ოფიცრის მხარეს, გადავერთეთ რა პირველი ოფიცრის მხარეს უნდა ჩავატაროთ ცეცხლმაქრების ტესტი. გადავერთოთ მარცხენა მხარეს და ჩვენ ხედავთ სამივე ნატურა აინთო, რაც იმას ნიშნავს, რომ მარცხენა, მარჯვენა და APU ცეცხლმაქრის ერთი მოდული მწყობრშია, მეორე მოდულიც მწყობრშია. ძალიან კარგი, ამასობაში APU უკვე გაიშვა და დასტაბილურდა, ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ APU-ს გენერატორები ჩავართოთ და ჩვენს საჰაერო ხომალდში ელექტროენერგია შემოვიყვანოთ. ამისათვის APU generator 1 მდგომარეობაში on და APU generator 2 მდგომარეობაში on. რაც ამს APU ჩავერთეთ, მოდით ცოტა უფრო მეტად დავტვირთოთ ჩვენი ელექტრო გენერატორები, იმით რომ ვინაიდან დღე-ღამეს ბნელი დრო არის, გავანათოთ ოდნავ ჩვენი კაბინა, რომ უკეთ დავინახოთ თუ რა ხდება ჩვენს კოკპიტში. ვინაიდან ჩვენ უკვე ელექტროენერგია გაგვაჩნია, ახლა დრო არის რომ პნევმატიკას მივხედოთ, მაგრამ ზოგადად სანამ ელექტროენერგიაზე ვსაუბრობ, მინდა რომ ერთ რაღაცაზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სისტემების გაშვებას ან ტესტს ან კითხვარს გავდივართ, ნებისმიერ შემთხვევაში კითხვარი მიდის სისტემების მიხედვით მარცხნიდან, მარჯვნიდან და ზევიდან ქვევით. მაგალითად, ბატარეით როდესაც დავიწყეთ, მოვყვებოდით მარცხნიდან და წამოვედით ქვევით, შემდეგ ელექტრონიკაში გავივლით შუაველს და შემდეგ მარჯვენა ველშიც, მარჯვენა პანელებშიც გადავალთ. მაგრამ მანამდე, სანამ ახლა პნევმატიკას მივაწოდებთ, ანუ გულისხმობ ბლით ჰაერს და კონდიციონერებს ჩართავთ იმისათვის, რომ როდესაც მგზავრები შემოვლენ, სასიამოვნო ატმოსფერო დახვდეთ ჩვენს სალონში, მანამდე სიმულაციის მიზნებისათვის მოდით ჩვენ შევთანხმდეთ, რამდენი საწვავის წაღებას ვაპირებთ და რამდენი მგზავრი გვეყოლება ბათუმში, როდესაც
გავემგზავრებით FS section-ში შევდივარ და fuel-ის განყოფილებაში 1/3 საწვავს დავაყენებ, ეს საკმარისი მეტიც არის, payload-ი კი დარჩეს როგორც არის, სავსებით საკმარისია, zero fuel weight-ი, center of gravity შეგიძლიათ ამოიწეროთ ან შეგიძლიათ მე FMC-ის ინიციალიზაციისას ავტომატურად ჩააკოპიროთ, თუმცა მთავარია რომ ჩამოვყალიბდეთ რამდენი საწვავი გაქვს, რამდენი მგზავრი მივყავს. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ ეფექტს იქონიებს ფრენის მახასიათებლებზე და რადგან ამაზე შეგვიძლია უკვე გავაგრძელოთ ჩვენი ოპერირება. ვინაიდან ჩვენ უკვე ვიწყებთ ესე იგი ჩვენი პნევმატიკის ჩართვას, ხოლო ამ მომენტისათვის უკვე ელექტროგენერატორები ჩართულია, შეგვიძლია ჩვენი პოზიციური ნათურები გადავთვალოთ მდგომარეობაში steady და ჩვენი logo natura გადავთვალოთ მდგომარეობაში on. Logo natura სახმელეთო პერსონალს ისევე როგორც პოზიციური ნათურები ეუბნება რომ ჩვენ აქტიურები ვართ. Logo natura ანათებს ჩვენ ვერტიკალურ სტაბილიზატორს, ანუ ჩვენ ყაფას და სახმელეთო პერსონალს შეუძლია დაინახოს ჩვენი მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშნები. ამ ყველაფრის შემდეგ რა თქმა უნდა დრო არის რომ გავუშვათ ჩვენი კონდიციონერი, გავუშვათ ჩვენი ბლითაერი, ამისათვის ჯერ APU ბლითაერი მდგომარეობაში on, ძრავების ბლითაერები მდგომარეობაში off, კონდიციონერები მარცხენა recirculation, marginal recirculation fans მდგომარეობაში auto, პაკები მდგომარეობაში auto, isolation მდგომარეობაში auto. ჩვენ ხედავთ რომ წნევა ნელ-ნელა ბალანსდება, როდესაც პნევმატიკა მოვიყვანეთ მწყობში, დრო არის რომ გავაგრძელოთ ჩვენი ელექტროენერგიის ჩეკლისტი. ესე იგი, ამ ველში ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს. შემდეგი ველი, რომელიც უნდა გავიაროთ, არის უნდა მოვიყვანოთ მწყობში ჩვენი emergency exit lights, მდგომარეობაში armed და დავიცვათ იგი, chime და fasten seat belts მდგომარეობაში auto, ქვევით ჯერჯერობით არაფერი არ გვაინტერესებს, მინების გათბობა გვერდითა წინა მარჯვენა და მარჯვენა გვერდითა მდგომარეობაში on, პიტოტების გათბობა ჯერჯერობით მდგომარეობაში off, ვინაიდან არ მოძრაობდა თვითმფრინავი სტაციონარულად არის ახლა. მოყინვის საწინააღმდეგო სისტემებიც ასევე მდგომარეობაში off, ვინაიდან არ მოძრაობთ. ამ მომენტისათვის ჰიდრავლიკური ტუმბოები შეგვიძლია ჩავრთოთ, ძრავების ტუმბოები შეგვიძლია გადავთოთ მდგომარეობაში on, ხოლო ელექტროტუმბოები იყოს მდგომარეობაში off. ამაში დევს გარკვეული ლოგიკა, მაგალითად ის რომ ჯერჯერობით ძრავები გაშვებული არ არის, შესაბამისად ძრავებზე მიმაგრებული ჰიდრავლიკური ტუმბოები ახლა არ მუშაობენ და არც დატვირთვა არ ადგებათ. ამიტომ შეგვიძლია თავისუფლად ძრავების ტუმბოები ძრავებზე მიმაგრებული ჰიდრავლიკის ტუმბოები გავუშვათ, ხოლო ელექტროტუმბოები დარჩეს მდგომარეობაში off, ვინაიდან ელექტროტუმბოებს გავუშვებთ მაშინ, როდესაც ძრავის გაშვებას დავიწყებთ. ამასობაში ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ARS-ის გააქტიურება. წესით ARS-ის ჩატვირთვას ჩვენ ვიცით რომ სჭირდება საკმაოდ დიდი ხანი, 8 წუთიდან 7-დან 10 წუთამდე პირობითად ასე ვთქვათ. ამიტომ გადავიყვანთ მდგომარეობაში L-lines, სანამ ARS-ი იტვირთება, ჩვენ დავინახავთ რომ აქ L-line იწყებს ციმციმს, მაგრამ მე სიმულაციის მიზნებისათვის მიყენია რომ ჩაეტვირთოს ეგრევე 5 წამში. ამიტომ ARS-ი უკვე ჩატვირთულია, გადავიყვანეთ მდგომარეობაში nav და ჩვენი ARS-ი არის მზად. რადგან ARS-ი გადაყვავს მდგომარეობაში nav და ARS-ი ჩატვირთულია, უკვე იო დამპერიც მოყვას მდგომარეობაში on. იო დამპერი ეხმარება ჩვენს ვერტიკალურ სტაბილიზატორს, უბრალოდ ავტოპილოტს, ჩვენი ვერტიკალური სტაბილიზატორი უფრო მოქნილად და უფრო კარგად მართოს. ძალიან კარგი. მაშასე ჩემი ჩეკლისტის მიხედვით დრო არის რომ დავაყენოთ ჩვენი ფრენის მართვის კომპიუტერი. რადგან ფრენის მართვის უკაცრავად ARS-ი არის ჩატვირთული, ჩვენ შემოგვეთავაზება რომ შევიყვანოთ ჩვენი ARS პოზიცია. ამას მე გავაკეთებ უცებ, ვინაიდან ამის შესახებ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე წინა ვიდეოში, ახლა კი უბრალოდ ინიციალიზაციას განახორციელებ. იდენტიფიკაცია ყველა მონაცემის სწორი არის. აირაკი და ნავიგაციური მონაცემები განახლებულია, პოზიციის ინიციალიზაცია იმყოფებით UGTB-ში. TB მივემგზავრებით უბრალოდ იმყოფებით 102 გეიტზე. რაც ეთანხმება რა თქმა უნდა ჩვენ უკანასკნელ მდგომარეობას, ჩვენი კოორდინატებია ეს. ადგილმდებარეობა სწორია, მივემგზავრებით მარშრუტით UGTB UGSB, ეს მარშრუტი უკვე კომპანიურად შენახული, მაგრამ შემიძლია ჩავტვირთო აქვე. Execute და გავააქტიურო და აღვასრულო იგი. ამის შემდეგ გავიარო პერფორმანსის ინიციალიზაცია, ორჯერ დაწკაპონებით Zeno fuel weight-ი შევიყვანო. საწვავის დახარჯვას ვაპირებ პირობითად, თქვათ 13000 პაუნდის. აქედან
2 მინდა რომ რეზერვში იყოს, 25 cost index-ი და ჩემი კრუიზერული სიმაღლე იქნება flight level 230, ანუ 23000. შევიყვანეთ რა ინფორმაცია შეგვიძლია უკვე აღვასრულოთ იგი. აღვასრულეთ, გადავიდეთ გაცრავად NRT limit-ის დაყენებაზე, იყოს მაქსიმალური climb rate და კონფიგურაცია რაც არის NRT-ის მაწყობს take-off-ი. ჩემი ბრთაუკანები იქნება მდგომარეობაში 5 გრადუსი, როდესაც აუფრინდები, ჩემი სიმძიმის ცენტრი არის ორჯერ დაწკაპულებით, გამომყავს ის რაც zero fuel უკაცრავად მენიუში მქონდა მანამდე. სინამდვილეში პილოტები ამას გარკვეული ცხრილებით და ფორმულებით აკეთებენ ხოლმე, ვინაიდან ეს არ გააჩნიათ, მაგრამ ჩვენ სიმულატორში ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე ვიცით რა, რამდენი საწოვი და რამდენი დატვირთვა გვაქვს, კომპიუტერი ამას ჩვენთვის უკვე თვითონ ანგარიშობს. ამასობაში ტრიმერს გვთავაზობს, რომ დავაყენოთ მდგომარეობაში 461, მოდით დავაყენოთ ჩვენი ტრიმერი. საკმარისია 464, საკმაოდ ახლოს არის. შევიყვანოთ რეფერენსული სიჩქარეები V1, VR და V2. V2 დავიმახსოვროთ არის 153, ეს გამოგვადგება შემდეგ აფრენისათვის. და ამით არის დასრულებული ჩვენი ფრენის მართვის კომპიუტერის ინიციალიზაცია. დავბრუნდეთ ინიციალიზაციის ინდექს გვერდზე, მთავარ გვერდზე, ჩვენ ხედავთ იდენტიფიკაცია გავიარეთ, პოზიცია ვიცით, პერფორმანსი გვაქვს, NRT limit-იც დაყენებულია და აფრენის კონფიგურაციაც დაყენებულია. ძალიან კაი, ფრენის მართვის კომპიუტერი ინიცირებულია, შეგვიძლია გავაგრძელოთ პროცედურა. ამასობაში უკვე დრო არის რომ ჩვენს სახმელეთო პერსონალს ან ადგილობრივ კონტროლს დაუკავშირდეთ. ამისათვის ჩვენი რადიო გადამცემის სიხშირე მოყვავს ადგილობრივი კონტროლის გადაცემის სიხშირესთან, ვააქტიურებთ მას, პირობითად რაც არ უნდა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ამ მომენტისათვის გავდივართ კონსულტაციას სახმელეთო პერსონალთან, რომელიც ჩვენ გვაძლევს ინსტრუქციებს და ერთ-ერთი ინსტრუქცია, რომელსაც ჩვენ სახმელეთო პერსონალი და კონტროლი მოგცემს, არის ის თუ რა კოდი უნდა შევიყვანოთ ჩვენ Squawk-Box-ში. რასაც გვეტყვიან, ის კოდი შეგვყავს, ამასობაში სანამ Squawk-Box-ში ინფორმაცია შეგვყავს, უნდა ჩავატაროთ TCAS-ის, ანუ Traffic Collision Avoidance System, ტრაფიკის თავიდან არიდების სისტემის ტესტი, ვაწვევით ტესტ ღილაკს, გადავინაცვლოთ კაპიტნის ადგილას და შევხედოთ მულტიფუნქციურ დისპლეებზე, რომ ტესტმა წარმატებით ჩაიაროს TCAS test pass. TCAS test pass. და ჩვენ უკვე მზად ვართ გაფრენის წინა კითხვარის შესავსებად. ჩვენი თვითმფრინავი თითქმის უკვე მზად არის იმისათვის, რომ ძრავები გაუშვათ. ამისათვის სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა მივხედოთ ჩვენ multi-control panels და შევიყვანოთ გარკვეული პარამეტრები, რაც ჩვენ ავტოპილოტს სჭირდება. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება სიჩქარეების დაყენება, კერძოდ ჩვენ გვჭირდება აფრენის სიჩქარის დაყენება, გავიხსენოთ FMC-ში შემოთავაზებული იყო V2 როგორც 153, 153 ეს არის მინიმალური ან უსაფრთხო სიჩქარე, რაც უსაფრთხო სიჩქარე, როდესაც ერთი ძრავითაც კი ჩვენ შევძლებთ რომ სიმაღლე ავკრიფოთ, თუმცა ვითვალისწინებთ რა ამინს და ვითვალისწინებთ რა სავარაუდო ქარის სიჩქარეებს, უმატებთ 5 კვანძს, გამოგდის 158 კვანძი. შემდეგი რაც უნდა შევიყვანოთ არის ჩვენი აფრენის ჰედინგი. აფრენის ჰედინგი ჩვენ შემთხვევაში არის 310 თუ 312, რაც არის 310. თუმცა მე ეს პარამეტრი საერთოდ ჩვეულებისამებრ არ შემყავს ხოლმე, ვინაიდან რა ვიცი, შეიძლება რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ ჩეკლისტი ყოველ შემთხვევაში არ მეუბნება აფრენისას, რომ მე რაიმენაირად ამ ჰედინგს ვიყენებ. შეიძლება უბრალოდ ჰაერში როდესაც აღმოჩნდები, ჰედინგი მზად უნდა მქონდეს, რომ რამე რო იყოს ავტოპილოტის ეს კომპონენტი გავააქტიურო და სწორედ მიმართულებით ვიფრინო, რაც საჭირო არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ავტოპილოტის ეს კომპონენტი გათიშული მაქვს, როდესაც ვფრინდები ხოლმე. დაყენებული არის, მაგრამ არ არის გააქტიურებული. ასევე უნდა დავაყენოთ ამაღლება, კერძოდ უკაცრავად ჯერ უნდა დავაყენოთ პირველადი სიმაღლე, რა სიმაღლეზე ჩვენ ავფრინდებით, როდესაც საჰაერო ბილიკიდან მოვწყდებით, ეს არის პირველი სიმაღლე, რასაც ავკრიფავთ, ხოლო ამ სიმაღლის შემდეგ ჩვენ უკვე ავალთ კრუიზერულ სიმაღლეზე. ჩემ შემთხვევაში მე ვაყენებ 10000 ფუტს, ეს არის ის სიმაღლე, როდესაც მე კიდევ ერთ მოკლე ჩეკლისტს გავივლი და შემდეგ ავალ კრუიზერულ სიმაღლეზე. როდესაც სიმაღლეებს შევეხეთ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია დავაყენოთ ადგილობრივი ბარომეტრული ამაღლება ზღვის დონიდან.
იგულისხმება ის, რომ შეიძლება ამინდი იყოს ისეთი, რომ ჩვენ ბარომეტრს რაღაც ძალიან მცირე ხაროზები მოუვიდეს და არასწორად დაითვალოს ზღვის დონიდან ამაღლება, სანამ გარკვეულ სიმაღლეს ავკრიფავთ, ამიტომ ATC ამისთვის არის სპეციალურად განკუთვნილი, რომ ეს ინფორმაცია შენ მოგვაწოდოს, გვაწვდიან რა ინფორმაციას შეგვყავს შესაბამისად, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე არაფერი არ შემყავს, ვინაიდან default ამინდით დავფრინავ. შევიყვანეთ რა ადგილობრივი აეროპორტის ამაღლება, ასევე უნდა შევიყვანოთ overhead პანელის მარჯვენა განყოფილებაში ჩვენი კრუიზერული სიმაღლე, იმისათვის რომ ჩვენმა თვითფრინავმა სასიამოვნო წნევა შექმნას სალონში, როდესაც კრუიზერულ სიმაღლეზე ვიქნებით და აქვე უნდა დავაყენოთ landing altitude, ეს არის დაშვების, უკაცრავად დანიშნულების აეროპორტის ბარომეტრული ამაღლება, რომელსაც ამ მომენტისათვის ჯერჯერობით არ დავაყენებ, იყოს როგორც არის. და გადავერთოთ ისევ multi-control პანელზე. Multi-control პანელზე, ვინაიდან ჩვენ უკვე შეყვანილი გვყავს სიჩქარე, heading-ი და სიმაღლე და ასევე ბარომეტრული სიმაღლე, როგორც PFD-ზე, ისევე overhead პანელზე, დრო არის რომ გავაქტიუროთ ჩვენი flight director-ები. ეს არის ფრენის დირექტორი, როგორც უკვე ალბათ მიხვდით და აქვე გავააქტიუროთ auto throttle. მოვიყვანოთ მდგომარეობაში arm. მაშასე კიდევ ერთხელ მოკლედ გავიაროთ ის, რაც გავაკეთეთ. დავინაცვლოთ ზედახეთზე. ბატარეა ჩართულია, ელექტროენერგია მოგვეწოდება, შეგვიძლია შევამოწმოთ. auxiliary battery, ტრანსფორმატორი 1, ტრანსფორმატორი 2, ტრანსფორმატორი 3 იყოს ბატარეაზე გაჩერებული. ყველაფერი დაყენებულია და დაცულია, ტუმბოები გამორთულია, მარცხენა ტუმბო მუშაობს, APO ჩართულია, გათბობა ჩართულია, პროფიტები გამორთულია, მოყინვის საწინააღმდეგო სისტემა გამორთულია. მარცხენა მარჯვენა ძრავის ჰიდრავლიკური ტუმბოები გამორთულია, ელექტროჰიდრავლიკური ტუმბოები, უკაცრავად ძრავების ტუმბოები ჩართულია, ელექტროჰიდრავლიკური ტუმბოები გამორთულია, სტარტერები მდგომარეობაში off. აქვე შეგვიძლია შესაბამისი სალონში შესაბამისი trim air ეს არის, ანუ ეს არის უბრალოდ კონდიციონერის კომპონენტი, რასაც ფრენის ხარისხზე არანაირი ან ტექნიკურ ხარისხზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს, შეგიძლიათ არ შეიყვანოთ, ხოლო ქვევით მოვდივართ ბლითაერების განყოფილებაში, APU ბლითაერი არის on, ძრავების ბლითაერები არის off, პაკები auto, isolation valve auto, recirculation ფანები მდგომარეობაში auto, წნევა არის 18 psi-ზე მინიმუმი, რაც საჭირო არის იმისათვის, რომ ძრავი გაეშვას და ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ წინა multi-control პანელზე. სიჩქარე დაყენებულია, heading-ი დაყენებულია, სიმაღლე დაყენებულია. ბარომეტრული ამაღლება დაყენებულია, overhead პანელზე კრუიზერული სიმაღლე და დაჯდომის აეროპორტის ამაღლება დაყენებული ყავს, სიხშირეები გასწორებული არის. გადავამოწმოთ, რომ ჩვენი ტრანსპორტერი არის მდგომარეობაში stand-by, ამ მომენტისათვის არანაირი კოდი ჯერჯერობით არ უნდა გადავწერთ, ანუ გააქტივირებული გვაქვს, მაგრამ არ გადავცემთ ამ კოდს, ფლაპები მდგომარეობაში off, საწვავის მიწოდება მდგომარეობაში shut off, უკაცრავად cut off, გათიშულია, parking brake-ი დაყენებულია. სპოილერები მდგომარეობაში გათიშული, შასი ჩამოწეული და ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ ძრავის გაშვების პროცედურა. სანამ ძრავის გაშვების პროცედურას დავიწყებდეთ, ჩვენ სახმელეთო პერსონალს უნდა ვაუწყოთ ამის შესახებ შესაბამისი ნათურები. კერძოდ anti-collision ნათურა მდგომარეობაში on, რაც სახმელეთო პერსონალს აუწყებს, რომ ჩვენ ვიწყებთ ძრავის გაშვების პროცედურას. ამ მომენტისათვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გადის რადიო კავშირზე და იღებს შესაბამის ნებართვებს, რაც საჭირო არის იმისათვის, რომ ძრავი გაუშვათ. ხოლო მეორე ეკიპაჟის მეორე წევრი ამ ყველაფერს აკეთებს. anti-collision ნათურა მაშასადამე მდგომარეობაში on, ტუმბოები, საწვავის ტუმბოები შესაბამისად მდგომარეობაში on, ცენტრალურ ავზში საწვავი არ მაქვს, ამიტომ გათიშული მაქვს. საწვავის ტემპერატურა არის სტაბილური და ნორმალური, მაშასე ტუმბოები მდგომარეობაში on. გადავინაცვლოთ მარჯვენა მხარეს და უკვე ვინაიდან ძრავის გაშვებას ვიწყებთ, ელექტროჰიდრავლიკური ტუმბოები მდგომარეობაში on. parking brake-ი კიდევ ერთხელ შევამოწმოთ, არის მდგომარეობაში set, auto throttle მდგომარეობაში arm და ჩვენ შეგვიძლია ძრავების გაშვება დავიწყოთ. ამისათვის დაუკავშირდეთ ჩვენ სახმელეთო პერსონალს.
და უთხრათ რომ დაიწყონ ჩვენი pushback-ი. Pushback-ისათვის მე ვეტყვი რომ პირობითად 70 ფუტით უკან გამაგორონ და ground cockpit. Go ahead, Captain. We're all set to go up here. We've been cleared to push and start at your discretion. Roger that, ready for push. Power and air are clear, doors closed. We are ready for pushback. Please parking brake, please. იყო მოთხოვნა რომ აუშვათ პარკინგის მოხრუჭი. Okay, parking brake is off. Okay, parking brake is off. Cleared to push. Cleared for push. წავედით. დავიძრებით და დავიწყებთ ძრავის გაშვებასაც. Brakes off, here we go. მაშასე ჩვენი pushback-ი დაიწყო. ძრავის გაშვების პროცედურა არის ძალიან მარტივი. პაკები მოყავს მდგომარეობაში off, recirculation fans მდგომარეობაში off, იმისათვის რომ მთელი ეს ჩვენი ენერგია რაც არის წავიდეს ძრავში და ძრავი მარცხენა ძრავის სტარტერი მდგომარეობაში ground. მანამდე დავწმუნდეთ რომ ignitori ან არის left ან right-ზე. ან არის left-ზე ან right-ზე უბრალოდ. ground მდგომარეობაში ჩვენი ძრავის სტარტერი დავაკვირდეთ N2 მაჩვენებელს რომ იზრდებოდეს, რაც ამს 24-მდე 25-მდე ავა ჩვენ შევძლებთ რომ საწვავიც მივაწოდოთ ძრავს. ამასობაში მანამდე როდესაც 18 PSI იყო, EPU ავტომატურად დაარეგულირა წნევა, რაც არის საჭირო იმისათვის რომ ძრავი გაიშვას. დავაკვირდეთ N2 მაჩვენებელს 26 არის შეგვიძლია მარცხენა ძრავს მივაწოდოთ საწვავი და თან ვაკონტროლოთ ბრონის პროცენტული მაჩვენებელი. რაც ამს გაიშვება ჩვენი ძრავი, ჩვენი სტარტერი უნდა გამოერთოს, გადავიდეს მდგომარეობაში off და ძრავმა როდესაც ბრუნი აკრიფა, თქვენ ხედავთ რომ მარცხენა ძრავში ჰიდრავლიკური წნევა განორმალურდა, დასტაბილურდა, განათებამაც მოიმატა, იქიდან გამომდინარე რომ მარცხენა ძრავის ელექტროგენერატორი მწყობში მოვიდა, ახლა გაითიშება სტარტერი. სტარტერი გაითიშა, შესაბამისად მარცხენა ძრავი უკვე დასტაბილურდა და ჩვენ შეგვიძლია მარჯვენა ძრავიც გაუშვათ. დავაკვირდეთ ასევე მარცხენა ძრავის N2 მაჩვენებელს. ამასობაში ჩვენ უკვე თითქმის გაგვიყვანეს taxiway-ზე 23-24. იყო მოთხოვნა რომ დავაყენოთ პარკინგის მოხრუჭი, ჯერ საწვავი მივაწოდოთ ძრავს და მერე დავაყენოთ პარკინგის მოხრუჭი. Parking brake is reset. And pressure is normal. Okay, sir, tow bar is off, pin is out, watch the pin on the right. All right, guys, thanks. You're cleared to disconnect. We will be watching for the pin and the release from guidance on the right side of the airplane, and we'll see you guys next time through. Roger that, have a good flight. შვენიერია, მარცხენა ძრავიც ნელ-ნელა მოდის მწყობში და რაც ამს ძრავი გავიგონე წკაპუნის ხმა, ეს იყო მარცხენა ძრავის სტარტერი. მარცხენა ძრავი არის ნორმალურ მდგომარეობაში უკვე მოსული, მისი ბრუნის პროცენტული მაჩვენებელი გულისხმობ და შეგვიძლია ჩვენი ბლითაერი ისევ ავკიდოთ ჩვენ სისტემებს, კერძოდ აღარ გვჭირდება უკვე EPU, მაგრამ სანამ EPU-ს ბლითაერს გაუთიშავთ ძრავებზე, მარცხენა ძრავის, პირველი ძრავის EPU ბლითაერი მდგომარეობაში on და მეორე ძრავის ბლითაერი მდგომარეობაში on, EPU-ს ბლითაერი მდგომარეობაში off, recirculation fans მდგომარეობაში auto, პაკები მდგომარეობაში auto, isolation valve მდგომარეობაში auto. მაშასე მაშინ როდესაც პნევმატური დატვირთვა EPU-ს მოხსენით და გადავიტანეთ ძრავებზე, დრო არის რომ ელექტროენერგიის დატვირთვაც მოხსნათ EPU-ს და გადავიტანოთ ძრავებზე. ამისათვის პირველი ძრავის გენერატორი მდგომარეობაში on, მეორე ძრავის ელექტროგენერატორი მდგომარეობაში on, EPU-ს გენერატორები მდგომარეობაში off და ამ მომენტისათვის შეგვიძლია EPU-ს თვითონ გავთიშოთ. მაშასე EPU არის გათიშული. ახლა როდესაც პნევმატიკა და ელექტროენერგია უკვე ძრავებზე არის აკიდებული, ჩვენ შეგვიძლია სისტემღილაკის დაჭერით აგერ აქ გამოვიტანოთ ქვედა დისპლეიზე ასეთი დიაგრამა, სადაც არის ნაჩვენები ჩვენი ჰიდრავლიკის პარამეტრები, AB რაოდენობა Z-ის 91-96%, წნევა 2960-3000 თითქმის გათანაბრებული არის. ავამოძრავოთ ჩვენი ჯოისტიკი. ელერონები და მარცხენა სპოილერი მუშაობს, ელერონები და მარჯვენა სპოილერი წყობშია.
ელევატორი მწყობშია, რადერი მწყობშია, ფრენის მართვის ზედაპირები მწყობშია, შესაბამისად ჰიდრავლიკაც მწყობში არის. ამ ყველაფრის შემდეგ დრო არის რომ ავიხედოთ ისევ ჩვენს overhead პანელზე. ჩვენი position ნათურები გადავიყვანოთ მდგომარეობაში strobe and steady. ჩვენი პიტოტების გათბობა მდგომარეობაში on, მოყინვის საწინააღმდეგო სისტემების იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩვენ ჭირდება ტემპერატურიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა მე ისინი არ მჭირდება, ამიტომ არ ჩავთავ. გადმოვინაცვლოთ წინ taxiways ნათურა მდგომარეობაში on, runway turn off ნათურები მდგომარეობაში on. დავიხედოთ წინ პარკინგის უკაცრავად ავტოდამოხრუჭების გადამრთველი მდგომარეობაში RTO ready for take off. ჩვენი ფლაპები მდგომარეობაში 5, იმიტომ რომ ფრენის კონფიგურატორში გვიყენია 5 გრადუსი, რომ არ დავაყენოთ 5 გრადუსზე საგანგაშოხმოვან სიგნალს გავიგონებთ და ჩვენ მზად ვართ რომ დავიძრათ. Master Caution-ი ანათებს, თუმცა იგი არ უნდა ანათებდეს. Fuel ნათურა მინათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საწვავთან გარკვეული პრობლემა შემექმნა. ეს არის ჩემი FSX-ის პარამეტრებიდან გამომდინარე, ამიტომ ზუსტად ვიცი რომ ეს არაფერს შეხებაში არ არის ახლა იმასთან რაც ჩვენ გავაკეთეთ, ანუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, უბრალოდ ჩემი FSX-ის ბრალია მოკლედ რა. შეგვიძლია დავარესეტოთ ეს მონაცემი, ავიხედოთ overhead პანელზე, შევხედოთ რომ არც ერთი ნათურა ყვითელი ფერის ან ლურჯი ფერის არ ანათებდეს. ჩვენ ხედავთ აქ ორი ნათურა ანათებს, ram door full open, ერთი და მეორე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან APU-ს, ასე ვთქვათ, воздухозаборники, თუ როგორც არის ქართულად არის ღია, იგი დაიკეტება ავტომატურად, მაშინ როდესაც აუფრინდებით და სიჩქარე გაიზრდება, შესაბამისად, შეუმავალი ჰაერის რაოდენობაც გაიზრდება, ავტომატურად უნდა დაიკეტოს, როდესაც აუფრინდებით. მაშასე, შეგვიძლია გენერატორებზე ან გენერატორზე გადავთოთ, რომ დავაკვირდეთ ჩვენს ელექტროენერგიას როგორ მოდის, თუმცა მე ამას არც ვეხები ხოლმე და ჩვენ მზად ვართ რომ დავიძრათ. მოვხსენით პარკინგის მოხრუჭი და დავიძარით. პატარა დემონსტრაციის სახით შემიძლია მაგალითად ახლა ფლაპები გადავრთო მდგომარეობაში 1 ან შევკეცო და გას როდესაც მივცემთ, წესით უნდა გავიგონოთ საგანგაშო ხმოვანი სიგნალი. არა, იმიტომ რომ უკვე თავიდანვე მქონდა მდგომარეობაში 5, აბა 0 გრადუსზე ვცადოთ. ხო, აი როდესაც ფლაპები არ მაქვს გამოშვებული, თქვენ გესმით ეს ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ახლანდელი კონფიგურაცია არ არის შესაბამისობაში მოსული FMC-ში შეყვანილ პარამეტრებთან. ფლაპები ისევ გადავწიოთ 5 გრადუსზე და შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ტაქსირება. ამასობაში თან დავაკვირდეთ რა ხდება ჩვენს მულტიფუნქციურ დისპლეებზე. PFT-ზე ჩვენ ხედავთ მარცხნივ არის სიჩქარის შკალა, მარჯვნივ არის სიმაღლის შკალა. სიჩქარის შკალის ზევით არის 158, ანუ ეს არის ის მონაცემი, რაც ჩვენ მულტიკონტროლ პანელზე ყავს შეყვანილი და 10000 შესაბამისად სიმაღლე. რაც ასევე აგერ აქ თუ გავადიდებთ ამას ჩანს ასეთი პატარა ვარდისფერი ის არის სახით. ამ მომენტისათვის ჩვენ ვახორციელებთ ტაქსირებას და მხოლოდ flight directory არის, ანუ მწვანე ფრად რაც არის, ჩვენ ვიცით რომ ეს არის ავტოპილოტის კომპონენტები. ავტოპილოტი სრულად გათიშულია, მარტო flight directory არის ჩართული, ამიტომ flight directors მივყვებით. თუმცა, როდესაც ავტოპილოტის სხვა კომპონენტებსაც გავააქტიურებთ, primary flight displays ზედაველში ეს კომპონენტები გამოჩნდება მწვანე ფრად ან თეთრ ფრად, თუ მაგალითად მზადყოფნაშია მოყვანილი და არ არის გააქტიურებული. ამ შემთხვევაში მაგალითად ავტოსროთლ არის მდგომარეობაში ARM, მაგრამ როგორც ასეთი ავტოპილოტი გააქტიურებული არ არის, ამიტომ თეთრ ფრად არის, ხო, თუ ნაცრის ფრად როგორც გინდათ ასე დაარქვით. Navigational displays-ზე ჩვენ ხედავთ ground speed, ეს არის ჩვენი ground speed, რა სახმელეთო სიჩქარე. ამ სიჩქარეს ვიყენებთ საორიენტაციოდ იმისათვის, რომ არ დავარღვიოთ ადგილობრივ აეროპორტში ნებადართული სიჩქარები და შეზღუდვები. რაც ამს გავდივართ taxiways კიდეზე, ვჩერდებით, ვიღებთ ნებართვა სასაფრენ ბილიკზე გასვლისათვის და გავდივართ სასაფრენ ბილიკზე და გავდივართ კიდევ ერთ ძალიან მოკლე checklist-ს და შემდეგ უკვე უშუალოდ ვფრინდებით ჰაერში. მაშინ წარმოვიდგინოთ, რომ ნებართვა უკვე გვაქვს. დავიძრათ და გავიდეთ taxiways-ზე.
გავსწორდებით ასაფრენ ბილიკზე. და მზად ვართ რომ უკანასკნელი მოკლე ჩეკლისტი გავიაროთ ხმელეთზე ყოფნისას. Ბაშასე, ამ მომენტისათვის რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ აქამდე უკვე მოხმარებული საწვავი უნდა დავარესეტოთ. Fuel flow used reset აი ხედავთ აქ ორი გადამხდელი რომ არის reset და used-ზე გადართვის შემთხვევაში შესაბამისად ხედავთ რომ განულდა მოხმარებული საწვავის რაოდენობა, rate-ზე დადგა ავტომატურად და ახლა დაითვლის რამდენ საწვავს მოვიხმართ. ასევე ქრონომეტრი უნდა გავააქტიუროთ, რათა ჩვენი ფრენის ხანგრძლივობა დავითვალოთ. ავიხედოთ ჩვენს overhead panel-ზე და ავაკვირდეთ რომ ყველა პარამეტრი რაც მანამდე ქონდა ჩართული იყოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩვენ გვჭირდება. ერთი რამ რაც აქ უნდა გავაკეთოთ არის ის რომ ჩვენი ძრავები უნდა მოვიყვანოთ მდგომარეობაში continuous. ამას ვაკეთებთ იმისათვის რომ თუ მაგალითად აფრენისას მინიმალურ სიმაღლეებამდე, სადაც მაგალითად ფრინველები დაფრინავენ, ხო, იმ სიმაღლეებამდე თუ რაიმე ფრინველი ძრავში შევარდა ან რაიმე ობიექტი ძრავში შევარდა, ავტომატურად ამოქმედდება სტარტერი, განახორციელებს ჰაერში ძრავის გაშვებას და ძრავი სავარაუდოდ არ გაგვეთიშება climb-ისას. ასევე გავედით რა ასაფრენ ბილიკზე ვთიშავთ taxis და runway turn off ნატურებს, chart out landing light-ებს. გავედით რა ასაფრენ ბილიკზე ასევე უნდა დავწმუნდეთ რომ გადავიყვანეთ ჩვენი ტრანსპონდერი მდგომარეობაში transmit and receive, ანუ ეს არის უკიდურესი მარჯვენა პოზიცია. შევამოწმოთ რომ ჩვენი ფლაპები არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ეს გვჭირდება. შევამოწმოთ რომ ჩვენი ავტობრეიკის გადამხდელი არის მდგომარეობაში RTO და ჩვენ მზად ვართ ასაფრენად. მაშასე მივიღეთ რა ნებართვა აფრენაზე. ჩვენ ვაწვევით ღილაკ სტოგა, ჩვენი კომპიუტერი ავტომატურად გამოითვლის იმ სრას საჭირო არის რომ ჩვენმა თვითფრინავმა მინიმალური საჭირო სიჩქარე შეინარჩუნოს. მე მაგ ნანახი რომ ვინავი და ელნავი ამ მომენტისათვის უკვე გააქტიურებული აქვთ ხოლმე, მაგრამ მე ასე არ ვაკეთებ და არც ერთ ჩეკლისტში არ მინახავს რომ ვინავი და ელნავი ხმელეთზე აქტიურდებოდეს პირიქით. ჩემი ჩეკლისტი და კიდევ სხვა რამოდენიმე ჩეკლისტი რომელიც ნანახი მაქვს, მთავაზობს რომ ვინავი და ელნავი გავააქტიურო მას შემდეგ, რაც ზღვის დონიდან 3000 ფუტს ავწდებით. მაშასე ამ მომენტისათვის შეგვიძლია უკვე დავაწვეთ ღილაკ სტოგა და წავედით. ჩვენ ხედავთ რა ხდება primary flight display-ზე, თან მევეცდები კომენტარები გავაკეთოთ, თუმცა ეს შეიძლება პერიოდულად რთული იყოს. NRC მივყვებით და ტოგა ღილაკზე ვარ გვაჭერილი. PAS flight directory აგერ გვიჩვენებს აქ IA3-ბრად 80 კვანძი გადავლახეთ, V1, V-rotate და V2 სიჩქარეებს ვახლოვდებით, წამოძახილი იქნება V1. V1 არის, დავადასტურეთ rotate, წამოვწიეთ ჩვენი ცხვირი. V2 უსაფრთხო სიჩქარე ძრავის გათიშვის შემთხვევაში რომ სიმაღლე ავკრიფოთ. V2 ამ მომენტისათვის positive rate, gear up. ავკეცეთ ჩვენი შასი. შასი აიკეცა. რაცაც აიკეცება მდგომარეობაში off. ჩვენ ვკრებთ სიმაღლეს. აცდებით რა 3000 ფუტს. ვააქტიურებთ ვინავს, ვააქტიურებთ ელნავს, ვააქტიურებთ CMDA ან CMDB შესაბამისად. CMDA-ს გავააქტიურებ, ვინაიდან ჩემი პარამეტრები მყავს შეყვანილი და დომინანტური არის ამ შემთხვევაში. გავააქტიურე რა ავტოპილოტის პარამეტრები, ჩვენ ვხედავთ რომ primary flight display-ზე ლეგენდად შესაბამისად შეიცვალა. N1 ელნავი და ვინავ სპიდს მიყვება ახლა ჩემი საჰაერო ხომალდი. ჩვენ ვხედავთ აქ სიჩქარის სკალა სადაც არის, ჩვენი სიჩქარე იზრდება მისწრაფის ისრის სახით აქ ხედავთ. ერთიანი ნიშნავს რომ როდესაც ამ მომენტს ავწდები, ამ წერტილს როდესაც ავწდები, შემიძლია შასი შევკეცო, უკაცრავად ზაგრილკები შევკეცო 1 გრადუსამდე. ანუ ეს არის ის უსაფრთხო სიჩქარე, რაც 1 გრადუსზე შემიძლია მქონდეს. 1 გრადუსზე გამოშვებულ შასის ფლაპებზე შემიძლია განვავითარო. აპს როდესაც ავწდები, შემიძლია ჩემი ფლაპები მაქსიმალურად შევკეცო. ჩემი თვითფრინავი მიყვება ახლა ჩემს FMC-ს და ამ მომენტში როგორც ხედავთ ელნავს მიყვება, ანუ ამ მარშრუტს მიყვება, რა მარშრუტიც მაქვს მითითებული, ვინავს სიჩქარეს მიყვება, N1-იც ასევე გააქტიურებულია და პირველად სიმაღლეს, რასაც ჩვენ ავკრიფავთ, იქნება 10000 ფუტი. 10000 ფუტის აკრეფის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთ მოკლე ჩეკლისტს განვახორციელებთ.
როდესაც უკვე აუფრენდით ამ მომენტისათვის მინდა რომ თან მივდიოთ და არ ჩამოვშეთ პროგრამას ასე თქვა ბრჭყალებში, აუფრენდით უკვე ავტოდამახურჭება აღარ გჭირდება გადაყვანს მდგომარეობაში off. როდესაც გარკვეულ სიმაღლეს ავწდებით, მე ამას 10000 ფუტზე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ აქვე უკვე შეგვიძლია რომ ძრავების სტარტერები გადავიყვანოთ მდგომარეობაში off, იმიტომ რომ არ ამგონია 7000 ფუტზე რაიმე ობიექტი შევარდეს ძრავებში. ველოდებით, როდესაც ავალთ 10000 ფუტზე და შემდეგ უკვე გადავალთ შემდეგ ეტაპზე. ერთი დათქმა კიდევ რაც უნდა გავაკეთო, ეხლა 9000 ფუტს როდესაც გავწდებით, თქვენ გაიგონებთ ხმოვან სიგნალს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10000 ფუტის განვითარება 10000 ფუტამდე დარჩენილია 1000 ფუტი. 1000 ფუტზე ნაკლები, როდესაც არის დარჩენილი სიმაღლის მისაღწევად, MCP-ზე მითითებული სიმაღლის მისაღწევად, ახლა იქნება ხმა. ეს არის ეს ხმა, თქვენ დაინახეთ რომ ნაცრისფერ რომბიკში ჩაჯდა 10000, შესაბამისად უკვე თითქმის მივაღწიეთ ამ სიმაღლეს. როდესაც 1000 ფუტზე არის ნაკლები სიმაღლე არის დარჩენილი MCP-ზე მითითებულ სიმაღლის მისაღწევად, ასეთი ხმოვანი სიგნალი ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ თვითმფრინავის სიმაღლეს აღარ აკრიფავს. მე მჭირდება რომ დავარესეტო და თქვენ აქ ხედავთ reset MCP altitude. ეს წარწერა გამოვიდა მაშინ, როდესაც 1000 ფუტი იყო დარჩენილი, სწორედაც რომ 10000 ფუტამდე, ჩვენი ვერტიკალური სიჩქარე დასტაბილურდა და გაჩერდება ახლა 10000 ფუტზე, ჩვენ უნდა შევიყვანოთ 10 კრუიზერული სიმაღლე, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდეთ, გავთიშოთ ჩვენი landing light-ები. კაცრავად. გავთიშოთ ჩვენი პოზიციური ნათურები გადავიყვანოთ მდგომარეობაში off. ლოგო შეგვიძლია ამ მომენტისათვის გავთიშოთ. დანარჩენი ყველაფერი ისე არის როგორც მე მინდა და ახლა რაც უნდა გავაკეთო არის ის რომ უნდა გადავთო კრუიზერულ სიმაღლეზე და თქვენ ხედავთ რომ არაფერი არ ხდება თვითმფრინავი არ მიდის climb-ში. მე იმისათვის რომ თვითმფრინავმა გააგრძელოს სვლა და ავიდეს კრუიზერულ სიმაღლეზე, უკაცრავად პირველი ოფიცრის მხარეს გადავჭდები, იმისათვის რომ თვითმფრინავმა გააგრძელოს სვლა და ავიდეს კრუიზერულ სიმაღლეზე, ამისათვის გადამყავს სიმაღლე 23000 ფუტზე და ვაწვევი altitude interval. იმ შემთხვევაში თუ მე ამ 10000 ფუტიდან 23000 ფუტამდე altitude-ს შევცვლიდი მაშინ სანამ 1000 ფუტზე ნაკლები იქნებოდა დარჩენილი 10000 ფუტამდე, ანუ პირობითად რო ყოფილიყავთ 8000 ფუტზე და მე რომ მაშინ გადამერთო 23000 ფუტზე, მაშინ თქვენ იმ ხმოვან სიგნალს აღარ გაიგონებდით, reset MCP altitude აღარ დაეწერებოდა და თვითმფრინავი აღარ გაჩერდებოდა 10000 ფუტზე, ავტომატურად წავიდოდა კრუიზერულ სიმაღლეზე. თუმცა ვინაიდან 1000 ფუტზე ნაკლები იყო დარჩენილი, nebismier შემთხვევაში მე მჭირდებოდა რომ ეს დამერესეტებინა და წავსულიყავი შემდეგ ეტაპზე. ახლა ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რა ხდება PFD-ზე. და ერთი რამ რაც აქ მოხდა და რაც ჩვენ გამოვტოვეთ იყო ის რომ climb ღილაკის დაჭერით თქვენ აქ ხედავთ ეს არის climb-ის პროფილი speed და restriction რაც იყო აქ მითითებული 10000 ფუტი ეწერა მანამდე და 250 იყო სიჩქარე, ანუ 10000 ფუტამდე 250 იყო სიჩქარე შეზღუდა, შეგიძლიათ ვიდეო გადაახვიოთ და ნახოთ ეს იასამნის ფერი ის არის რა სიჩქარეზე იყო გაჩერებული სანამ 10000 ფუტს ავსდებოდით, რაც ამს მე altitude interval-ს დავაწექი და თვითმფრინავი უკვე წავიდა climb-ში და მიდის კრუიზერულ სიმაღლეზე, იმ წამს target speed თქვენ ხედავთ 294-ზე გადაერთო და აიწია. მე შემიძლია რა თქმა უნდა ახლა ეს ჩემი climb-ის პროფილი შევცვალო, შემიძლია მაგალითად დავაყენო 300 შევიყვანოთ ეს აქ, აღვასრულოთ და მონაცემმა აიწია ზევით. შემიძლია უფრო ქვევით დავაგდო, მაგალითად 280-ზე შევიყვანო ეს აქ და უფრო დავაგდო ქვევით. მოდით იყოს 290 ისევ როგორც იყო თავისი გათვლით. 290-ის გასწვრივ მარჯვნივ არის მახებში გამოხატული იგივე სიჩქარე, რომელიც აქტიურდება მას შემდეგ, რაც გარკვეულ სიმაღლეს ავკრიფავთ. ახლა რა თქმა უნდა, როდესაც 30000 ფუტზე ავდივართ, იქ უკვე ისეთი სიმაღლე რომ ბარომეტრული მაჩვენებლით აღარ გვჭირდება სიმაღლის გათვლები, ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ მახებში დავითვალოთ, ხო, ანუ კვანძებში დათვლა საზრი არ აქვს. ამასობაში ჩვენ გავიხსენოთ, რომ transition altitude ჩვენ აქ ინიციალიზაციისას ქონდა მითითებული 18000 ფუტი, აქედან გამომდინარე 18000 ფუტს როდესაც ავსდებით, ეს იქნება ჩვენი transition სიმაღლე, როდესაც ჩვენი ბორტკომპიუტერი გვეტყვის, რომ ადგილობრივი ბარომეტრული ამაღლებიდან უნდა გადავერთოთ სტანდარტულ ამაღლებაზე. ეს მონაცემი გაყვეთილდება და სტანდარტ ღილაკის დაჭერით ჩვენ გადავერთებით შემდეგ სტანდარტულ ბარომეტრულ ამაღლებაზე. ერთი რამ რაც აქ ასევე აქ უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ უნდა შევხედოთ ნავიგაციურ დისპლეის
ჩვენს ნავიგაციის დისპლეიზე თქვენ ხედავთ ასეთ მწვანე რადიანს, რომელიც ჩვენ თვითმფრინავიდან გამოდის და წრეწირის სახით, ანუ რადიანის სახით გვევლინება. ეს რადიანი აღნიშნავს იმას, რომ 23000 ფუტზე ვიქნებით კრუიზერულ სიმაღლეზე ავალთ, მაშინ, როდესაც ჩვენი თვითმფრინავი აღმოჩნდება რადიანზე მითითებულ დაშორებაზე, ანუ სადაც რადიანი და მარშრუტი იკვეთება, სწორედ აი იმ წერტილში ვიქნებით 23000 ფუტზე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სიმაღლეთა ცვლილებას ვახორციელებთ ან ქვევით მივიდივართ, ან ზევით მივიდივართ კავირებაში, ყოველთვის არის ასეთი რადიანი გამოსახული. ამასობაში 18000 ფუტს გავწდით და ჩვენი სიმაღლის მაჩვენებელი ქვევით გვეუბნება, რომ სტანდარტულ წნევის განზომილებაში უნდა გადავერთოთ, რასაც გავაკეთებთ კიდევაც და ისევ დავუბრუნდები მე ნავიგაციის დისპლეის მიმოხილვას. ამ რადიანთან ერთად თქვენ ასევე ხედავთ ასეთ მრგვალ წრეწირს და აღნიშნავს TC, რაც ნიშნავს Top Climb. ეს არის ის წერტილი, როდესაც გეგმის მიხედვით ჩვენ უნდა აღმოჩნდეთ კრუიზერულ სიმაღლეზე. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი რადიანი ოდნავ გაცელილი არის Top Climbs, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის. ასევე აქვე დავაკვირდეთ, რომ ჩვენი ground speed არის 399 და true air speed არის ასევე 390 და უკაცრავად 11 თუ 12, რაც არის ხედავთ თქვენ აქ, იცვლება ნელ-ნელა, მაგრამ აზრი ის არის, რომ ვინაიდან ქარი არ არის და აქ არანაირი ქარის მაჩვენებელი მის ქვევით არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ default სცენარში და თან default ამინჩი, ანუ clear sky ამინჩი დავფრინავთ, აქედან გამომდინარე true speed და ground speed ერთმანეთს ემთხვევა და არც არანაირი სხვაობა არ არის ამ ორ მაჩვენებელს შორის. მარჯვენა მხარეს არის აღნიშნა BT, ამასობაში 1000 ფუტია დარჩენილი კრუიზერულ სიმაღლემდე, ავტოპილოტის კომპონენტებს ხედავთ, რომ პერიოდულად იცვლება. კრუიზერულ სიმაღლეზე ჩვენ შეგვიძლია CRZ დავაწვეთ და ვნახოთ, კრუიზერული პარამეტრები არის 23000 ფუტი და ჩვენი სიჩქარე მახების მიხედვით არის 647. თქვენ ხედავთ, აგერ ქვევით ზევით არის კვანძებში გამოხატული სიჩქარე, ხოლო ქვევით არის 0.65, რაც თითქმის იგივე არის, რაც აგერ აქ არის მოცემული, ხო? შემიძლია რა თქმა უნდა, ახლა მე ეს მახებში გამოხატული ეს სიჩქარე შევცვალო, მაგალითად ასეთი რაღაც გავაკეთო, წერტილი მაგალითად 70 ჩავსვა, გავააქტიურო და წერტილ 70-ზე ავალ, შესაბამისად ის არის ზევით ახტება, როგორც ხედავთ, მაგრამ იყოს 0.64 მოვლენებს რო არ გაუსწროთ. ასევე манипуლირება შეგვიძლია დეს განყოფილებაში, ეს უკვე არის დაშვებისას განვახორციელებთ ამას. მაგრამ რისი გაკეთებაც მე მინდა, როდესაც ჩვენ კრუიზერულ სიმაღლეზე აღმოჩნდით, ეს არის რომ ცოტა ოდენ წავეთამაშოთ ჩვენს ავტოპილოტს. აი მაგალითად მივფრინავთ ახლა ჩვენ BT წერტილისკენ და მოდით გავხსნათ აი ეს სამი ეკრანი, დავხედოთ თუ რა ხდება აქ ჩვენს FMC-ზე, დავაწვეთ Relax Progress. პროგრესის მიხედვით ჩვენ გვეუბნება, რომ გიმურიდან მიფრინავთ, გიმურზე როდესაც ვიყავით 21400 ფუტზე ვიმყოფებოდით, actual time of arrival ზulu დროით 2 საათსა და 50 წუთზე ვიყავით, საწვავის ნარჩენი ქონდა 12.7. BT-ზე მივემართებით ამ მომენტისათვის, მივალ დაახლოებით 2 საათსა და 54 წუთზე, ანუ 2 წუთში იქ აღმოჩნდებით, საწვავის ნარჩენი გვექნება ამდენი. Top December-მდე, ანუ ეს არის დაშვების წერტილი 40 მილია დარჩენილი, ამ დროზე ვიქნებით. ქარის სიჩქარე არის 0. legs გვერდებზე როდესაც გადავდივართ, ასევე შეგვიძლია ვნახოთ ავტოპილოტში შეყვანილი პარამეტრები, რომ BT-ზე უნდა ქონდეს ეს სიჩქარე და AM სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, 7 ნავტიკალ მაილი არის დარჩენილი BT წერტილამდე. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გარკვეული მიზეზებით, მაგალითად ამინდის მიზეზების გამო, ან უბრალოდ კონტროლმა გვითხრა, რომ უნდა გადავუხვიოთ კურსს. როგორ ვაკეთებთ ამას? მარტივად ამ მომენტისათვის FMC-ს მიყვება, FMC speed, LNAV და VNAV path, ანუ VNAV მარშრუტს მიყვება ჩვენი თვითმფრინავი, მაგრამ თუ მე მინდა რომ ჩავერიო ამ ყველაფერში, მაგალითად წავიდე სხვა კურსით. Headings დავატრიალებ და უკვე VNAV-ის და უკაცრავად LNAV-ის ნაცვლად heading select-ს დავაწვევი. რაც ამ heading select-ს დავაწვევი, თქვენ ხედავთ რომ შეიცვალა აგერ აქ მაჩვენებელი, heading select გააქტიურდა და ჩემი თვითმფრინავი ხედავთ რა ვექტორითაც მიდის, ცდილობს რომ წავიდეს იმ heading-ზე, რა heading-ზეც მე მას მიუთითე. ამავე დროს რა თქმა უნდა მე შემიძლია სიმაღლეც შევცვალო. ერთი მომენტი რაც სიმაღლის შეცვლისას უნდა დავიმახსოვროთ არის ის რომ როდესაც მე სიმაღლეს შევცვლი, რა თქმა უნდა altitude intervals უნდა დავაწვე რომ მიმართულებით წავიდე. და ერთი რაღაც რაც აქ ასევე გასათვალისწინებელი არის, აი მაგალითად ახლა მინდა რომ მე დავბრუნდე უკან ისევ BT წერტილზე. როგორ უნდა მოახერხო ეს?
ერთი შეხედვით მარტივად ელნავს დავაწვევი და დავბრუნდები ბითი წერტილზე, მაგრამ აქ ერთი პრობლემა წარმოიქმნა. როდესაც მე ელნავს ვაწვევი, თქვენ ხედავთ რომ იგი ბითი წერტილზე ავტომატურად ბრუნდება, მაგრამ შესაძლებელია ამ მომენტში მოხდეს ესეთი რაღაცა, რომ ბითი წერტილზე გასვლა ვეღარ მოახერხოს და აქ დარჩეს დაეწეროს not achievable, ხო? ამიტომ heading selects ისევ ავირჩევ პირობითად, ახლა მინდა რომ თუ გამომივიდა ამის სიმულაცია რო გავაკეთო, მაგრამ უკვე login წერტილზე გადაერთო, ამიტომ კარგი ეს პრობლემა არ არის. ხანდახან ხდება ხოლმე რომ აი ესე მარშრუტიდან გადაუხვევთ და როდესაც მარშრუტზე დაბრუნება გვინდა, ელნავი არ ერთვება. ეს ხდება იმის გამო, რომ ჩვენს ხურზე დამონტაჟებული რადარი იყურება წინ და ბითი წერტილის პერეხვაც თუ დაჭერას ვერ ახორციელებს, აქედან გამომდინარე, აქ ასეთი ერორი შეიძლება ავამიგდეს, რომ destination path not achievable თუ რაღაც მსგავსი და ელნავი არ აქტიურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ heading-ით ისე უნდა მივაბრუნო ჩემი ცხვირი იმისკენ რა ქვია, იმ წერტილისკენ რაც მე მინდა, აგერ დავაწექი ელნავს და login-ზე ვეღარ გადის not on intercept heading. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი heading-ი ვერ კვეთს იმ login წერტილს, ამიტომ არ შემიძლია რომ ელნავით გადავერთო ამ ელნავზე რომ გავიდე ისევ უკან. ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა დავაბრუნო ჩემი heading-ი მაქსიმალურად შევეცადო რომ მივუახლოვო login წერტილს, ან თუ login წერტილზე გასვლა უკვე შეუძლებელია, უკვე ქუთაის მომნიშნავ და login-ის ნაცვლად ჩავსვავ და პირდაპირ ქუთაისზე გავალ. მაგრამ ამ შემთხვევაში ქუთაის login-ზე გასვლა სავსებით შესაძლებელია, აქედან გამომდინარე ჩემი heading-ი შევაბრუნე ისევ login-ის მხარეს, პირდაპირ login-ს კვეთს, თქვენ ხედავთ და რაც ამ ჩემი ცხვირი და დაემიზნება ახლა ჯერჯერობით no on intercept heading მეწერს, რაც ამს გავწორდები login-ზე, ელნავიც უნდა ჩაერთოს, ვინაიდან უკვე შეგვიძლია login წერტილის დაჭერა. not on intercept ჯერჯერობით არ უნდა და ელნავი ჩაერთო. ძალიან კარგი ეს არის ის თუ როგორ შეგვიძლია წავეთამაშოთ ჩვენ headings და შემდეგ ისე უკან მარშრუტზე დავბრუნდეთ. ერთი რამ რისი ჩვენებაც აქ კიდევ შეიძლება ეს არის თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი მაგალითად სიმაღლის შეცვლისა. სიმაღლეს არ შევცვლი, იმიტომ რომ ამან შეიძლება ტვინი აურიოს ჩვენს ავტოპილოტს. ამიტომ სიმაღლეს არ შევცვლი, მაგრამ შეგვიძლია მაგალითად ვერტიკალური სიჩქარის შევცვალო. რა თქმა უნდა, როდესაც climb-ში მივდივართ და descent-ში მივდივართ, ანუ კაბრირებაში და პიკირებაში ხო პირობითად ვეშვებით. ახლა როდესაც top descent-მდე მივალთ და დაშვებას დავიწყებთ, ჩვენი primary flight display გვთავაზობს გარკვეულ ვერტიკალურ სიჩქარეს იმისათვის, რომ ვერტიკალურ მარშრუტს მიყვეს და თავის დროზე შევიდეს იმ წერტილზე, რაც იმ წერტილზე, საიდანაც მე უკვე გლისადაზე უნდა შევიდეთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამაში ჩავერიოთ. მაგალითად, ადგილობრივი მდგომარეობიდან და ამ მომენტისათვის ჩვენ ვიცით, რომ ბათუმის ზღვის მხრიდან უბერავს ხოლმე ქარი და მე არის ხოლმე ისე, რომ ზღვის მხრიდან, როდესაც შევბრუნდებით უკვე ბათუმში, როდესაც უნდა დავжет უკვე ზურგის ქარი გაქვს, მე ყოველთვის დელავეშვები ხოლმე. ამიტომ ესეც უკრიანი იქნებოდა, რომ გაგვეთვალისწინებინა და შესაბამისად დაშვების სიჩქარე დაგვარეგულირებინა, როგორც ჩვენ გვჭირდება. და ვერტიკალური სიჩქარეც ხანდახან საჭირო არის ხოლმე, რომ ჩვენ ვითომ ვარეგულიროთ, ხო? ვინაიდან top descent-მდე არის უკვე დარჩენილი, როგორც მე ამას მეუბნება FMC 13 nautical mile, ჩვენ უკვე უნდა ჩავიყვანოთ ჩვენი altitude მაჩვენებელი შემდეგ სიმაღლემდე, რაც ჩვენ გვჭირდება დაშვებისას. ყურადღება, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ 10 მილზე უფრო ახლოს, თუ დაუშვებთ, რომ 10 მილს გავწდეთ და უფრო მივუახლოვდეთ top descent წერტილს, ისევ გამოვა აქ წარწერა reset MCP altitude და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ altitude-ს არ დავარესეტებთ და top descent-ს გავწდებით და მერე დავარესეტებთ, მერე ჩავიყვანთ ქვევით, თვითფრინავ უკვე ქვევით აღარ წავა, სანამ altitude interval-ს არ დავაწვევთ. მანამდე სანამ 10 მილი და უფრო სანამ top descent-ს გავწდებით, ხო, ანუ ეს წარწერა reset MCP altitude-ს არ გამოჩნდება, თუ 10 მილის უფრო შორს გადავიყვანეთ სიმაღლე. როგორც ხედავ, ახლა უკვე უახლოვდებით და არანაირ errors არ მიგდებს, იმიტომ რომ უფრო ადრე გადავიყვანე ვიდრე 10 მილი top descent-მდე. ხოლო იმ შემთხვევაში რომ მე არ გადამეყვანა ახლა 23000 ფუტიდან 10000 ფუტზე და top descent-ს ასე გავცელილი ყავი იმის და მიუხედავად რომ აქ იქნებოდა ეს error-ი reset MCP altitude, ანუ მაინც ვაგრძელებ და top descent-ს გავწდი, ამ შემთხვევაში თვითონ ქვევით აღარ წავიდი და მე დამჭირდებოდა რომ მე დამერესეტებინა ჩემი ესე იგი ალტიმეტრი და მიმეცა altitude interval და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა დაშვებას. კარგი, ვინაიდან ჩვენ უკვე დაშვების წერტილს უახლოვდებით, ჩემი სიმაღლე უკვე გადაყვანილი მყავს მე ესე იგი 10000 ფუტზე, ეს არის ის სიმაღლე, როდესაც უკვე მე დავიწყებ შემზადებას დაჯდომისათვის.
ერთი ნიუანსი ზოგადად აი ამ ფრენას ახლავს არის ის რომ ხანდახან არაფერი არ ხდება, ხანდახან კიდე ხდება ყველაფერი ერთდროულად და ზოგიერთი მოვლენა უბრალოდ რჩება ყურადღების მიღმა, რაც ძალიან სამწუხაროა. მით უმეტეს დაშვებისას, დაჯდომისას, როდესაც ფაინალზე გავალთ და გლისადაზე ვიქნებით, იქ ბევრი რაღაცა იქნება ერთდროულად გასაკეთებელი, თან ჩეკლისტში უნდა ვიყურო, თან კომენტარები ვაკეთოთ, თან თვითმფრინავი მართვა, ამიტომ თუ რაიმე მომენტი გამორჩა, ან მაგალითად ცოტა უხეშად დავჭიქი, მაინც და მაინც არ გამასამართლოთ, იცოდეთ რომ ეს არის ამის ბრალი, ჩვენ გავწვდით წერტილს stop descent და estimated departure to არ მახსოვს ეს როგორი იშიფრება, მაგრამ ნიშნავს უკვე დანიშნულების ადგილს, ხო? 93 მილი არის მარშრუტის მიხედვით დარჩენილი, 3 საათი და 19 წუთზე ვიქნებით, ანუ 20 წუთი არის touchdown-ამდე დარჩენილი და საწოლი ვიქნება 11 და 9. აი ამ მომენტისათვის ჩვენ შეგვიძლია რომ ცოტაოდენ წავეთამაშოთ ჩვენს ვერტიკალურ სიმაღლეს. ამ ახლა არის 1050 ჩვენი ვერტიკალური სიჩქარე, შევხედოთ რა ხდება იქ რა primary flight displays მიამოუშლი. ვნახოთ რა მოხდება, როდესაც VS დავაწვევი. ვინავი რა თქმა უნდა გაითიშება, იმიტომ რომ მე ჩემს მიერ მიდიდებული ვერტიკალური სიჩქარის გავყვები, დააკოპირა ეს 1600 ვერტიკალური სიჩქარე, რაც მქონდა მანამდე, მე შემიძლია ახლა ხელით გავზარდო ეს ვერტიკალური სიჩქარე და ჩავიდე 2600-მდე. რა თქმა უნდა, უფრო ჩქარა წავა, მაგრამ ამ შემთხვევაში FMC-ში შეყვანილი სიჩქარე გაიზრდება, რაც არ გვაწყობს, იმიტომ რომ იმაზე უფრო სწრაფად დავუშვები, ვიდრე საჭიროა. რა თქმა უნდა, ახლა როდესაც მე ჩემი ვერტიკალური სიჩქარე გავზარდე და მოდით კიდევ ცოტა ხანი იყოს ასე ვერტიკალური სიჩქარე გაზრდილი, თქვენ ხედავთ რომ როდესაც ვინავზე დავაბრუნე აქ ეს ვარდისფერი მაჩვენებელი მარშრუტის ცოტა ზევით აიწია, ნახდება აქ ასევე ნავიგაციურ დისპლეიზე ჩვენ ხედავთ ორი ასეთი ბრეკეტი არის, რომელიც აღნიშნავს აგერ აქ მარცხენა მხარეს შეგიძლიათ დაინახოთ, ხო? თეთრი ბრეკეტი ეს და ცენტრალური ხაზი აღნიშნავს იმას, რომ ეს არის ის წერტილი, რომელსაც უნდა მიუყვებოდეთ. ამ შემთხვევაში ვინაიდან მე ჩემი ვერტიკალური სიჩქარე იმაზე უფრო მეტად გავზარდე, ვიდრე საჭირო იყო, რომბიკი, ანუ ავტოპილოტის კომპონენტი მეუბნება, რომ მე 275-ით და უფრო მეტი ფუტით ვიმყოფები მაღლა, ვიდრე საჭირო არის. ახლა როდესაც ვინავში დავაბრუნებ, ჩემი თვითმფრინავი ცხვირს აწევს და შესაძლოა ეს რომბიკი გაათანაბროს ამასთან. რა თქმა უნდა, თუ მე უფრო გვიან ვეშვები ვერ ვასწრებ მარშრუტს ვერ მივყვები და გვიან ვეშვები, ეს რომბიკი ქვევით გადმოინაცვლეს და ეს ციფრები უკვე უარყოფითი მაჩვენებლის მიხედვით გვეტყვის რამდენი ფუტითა ვართ ზევით ამ შემთხვევაში და რამდენი ფუტითა ვართ უკაცრავად რამდენი ფუტითა ვართ ქვევით მოცემულ მარშრუტამდე ვერტიკალურ მარშრუტს გორისმობ და რამდენი ფუტითა ვართ ზევით ამ მარშრუტიდან. აქვე შეგვიძლია დავინახოთ რომ არ არის გაცენტრებული ეს იასამნისფერი ის არის რაც იმას ნიშნავს რომ ამ ვერტიკალურ მარშრუტს აცელილი ვარ ჩვენ თვითმფრინავი ახლა ცდილობს რომ აი ჩვენი ვერტიკალური სიჩქარე ისე გაათანაბრო ისე დააყრინოს რომ ისე დაუბრუნდეს იმ მარშრუტს რა მარშრუტაც მიყვებოდა. ერთი ნიუანსი ასევე რაც ახლავს ამ ყველაფერს ხანდახან არის ხოლმე რომ მაგალითად ზურგის ქარი გვიბერავს აი ახლა ჩვენ რომ ზურგის ქარი გვიბერავდეს ხო ხანდახან შეიძლება მოხდეს ისე უკაცრავად გაციებული ვარ და ცოტა მიჭირს საუბარი. როდესაც ზურგის ქარი გვიბერავს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ თვითმფრინავი ცდილობს რომ FMC-ში შეყვანილი სიჩქარე შეინარჩუნოს, მაგრამ ვინაიდან ზურგის ქარი უბერავს, შეიძლება თვითმფრინავი გარბოდეს წინ და სიჩქარეს ვერ ინარჩუნებდეს. ამ შემთხვევაში აქ ერორი ამოვარდება, გვეტყვის drag required, რაც იმას ნიშნავს რომ მოხუჭები უნდა დავახმაროთ. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს სწორედაც რომ აი ვერტიკალური სიჩქარის გამოყენება, მაგრამ ერთი ნიუანსი რაც ამ თვითმფრინავს ახლავს არის ის რომ უპირატესობას არ უჭერებს ჯერ ჩვეულებრივ სიჩქარეს და მერე ვერტიკალურ სიჩქარეს. ანუ თუ მაგალითად ჩვენ თვითმფრინავს უნდა რომ დაეციოს აი ვერტიკალურ მარშრუტს, რაც საჭირო არის იმისათვის რომ გეგმის მიხედვით გავიდეს გლისადაზე, ამისათვის ჯერ ანელებს და მერე გადის აი ამ ვექტორზე. ამიტომ ხანდახან არის ხოლმე რომ უბრალოდ ამ ვექტორს ვერ ეწევა ზურგის ქარი არის ვერ ანელებს ცხვირი აქ ზევით წამოწეული და ამიტომ სულ ზევით ვინარჩუნებს და ვერანაირად ვერ ჩადის იმ ვექტორს ვერანაირად ვერ კვეთს რა ვექტორიც არის საჭირო. აქედან გამომდინარე შეიძლება დაგჭირდეს რომ მაგალითად წინასწარ მივუთითოთ ეს გარკვეულებაში ის სიჩქარე რომ თავი დავიცვათ მაგალითად რომ სანამ დაშვებას დაიწყებს უფრო შეანელოს მაგალითად 240-ზე შეანელოს რომ თავი დავიცვათ და სიჩქარე ძალიან არ გაიქცეს და აი ამ ვექტორზე დაჭდეს ამასობაში 18-ას პლუს წავიდეთ. მოდით ისე ადგილობრივ ამაღლებაზე გადავერთოთ. მაშასადა მე ხანდახან არის ხოლმე საჭირო რომ ასე ჩავერიოთ ხელით და ასეთი манипуляციები გავაკეთოთ. ამასობაში ნავიგაციის დისპლეიზე ჩვენ ხედავთ რომ აქ არის აღნიშნული ორი ასეთი მწვანე წრეწირი, ხოლო ჩვენი რადიანი გვეუბნება რომ 10000 ფუტზე ვიქნებით ამ ორ წრეწირს შორის. მანამ სანამ ამ ორ წრეწირს შორის ვინარჩუნებთ ჩვენს ვექტორს, ვერტიკალურ ვექტორს, მანამდე ვართ უსაფრთხო მდგომარეობაში, შესაბამისად გეგმის მიხედვით ვეშვებით.
ამასობაში ნელ-ნელა დრო მოვიდა, რომ შევემზადოთ და შევიყვანოთ ჩვენი დანიშნულების პარამეტრები, დანიშნულების აეროპორტის პარამეტრები. მანამდე როგორც გახსოვთ, რეფერენსის გვერდში, როდესაც გადავდიოდით, იყო პირობითად identity position-ი, performance take-off-ი და ახლა როდესაც ident-ის გვერდზე გადავდივარ, ავტომატურად approach reference მიწერს. რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავი ხდება, რომ უკვე უახლოვდებით ჩვენი დანიშნულების ადგილას და ითავაზობს, რომ ბათუმში დაждდომის პროფილი დავაყენო. ისე როგორც აპრილის პროფილი მქონდა დაყენებული, ასევე დაშვების დაждდომის პროფილი უნდა დავაყენო. ასევე მთავაზობს, თუ მაგალითად ჩარტი არ მაქვს და ცხრილი არ მაქვს და არ ვიცი ადგილობრივი აეროპორტის ALS-ი, აქვე ხედავთ ALS 100 არის, ბათუმის აეროპორტის ანუ იმ ბილიკის რა ბილიკზეც მე შევდივარ, ხოლო კურსი არის 126, რომელიც უნდა დავაყენო. ბათუმის აეროპორტის იმ ბილიკის სიგრძე რა ბილიკზეც მე შევდივარ 8202 ფუტი, ანუ იგი 2500 მეტრი. ახლა კი შევიყვანოთ ჩვენი ALS-ი. ALS-ი იქნება 100 და 30, გავააქტიუროთ იგი. ასევე შევიყვანოთ ჩვენი კურსი. თან ნახოთ რამდენია დარჩენილი 1000 ფუტი, 14000. სანამ ჩავალთ კაკრას გავსწორდებით და გავაკეთებთ. ყველაფერს რაც გვჭირდება 126. საერთოდ მე მხოლოდ ჩემ ხარეს ვაყენებ ხოლმე, იმიტომ რომ არსებობს დაждდომის რამოდენიმე მეთოდი, რა თქმა უნდა, ავტოპილოტს მივყავართ ჩვენ საბოლოო მომენტამდე, მაგრამ არსებობს კატერტი, კატორი, კატ3 დაждდომის მეთოდი. ერთ-ერთი ითვალისწინებს იმას, რომ თვითმფრინავი აბსოლუტურად ავტონომიურად თავისი სვლით, თავისი ჭკუით სვავს თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე, ჩვენ უბრალოდ ფლაპები და შასი უნდა დავახმაროთ და ბოლო მომენტში რა თქმა უნდა გავაჩეროთ თვითმფრინავი, მანამდე თვითონ აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველა აეროპორტს ეს ფუნქცია არ გააჩნია, ყველა ბილიკს არ გააჩნია ამის საშუალება. ხოლო იმისათვის, რომ თვითმფრინავმა ეს ავტოლენდი გააკეთოს, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს უნდა იყოს ეს კურსი შეყვანილი, თუმცა ვინაიდან მე ამას დღეს არ ვაკეთებ და ჩემით ვაპირებ დაждდომას, ანუ როდესაც მინიმუმამდე შევალ 1000 ფუტს ჩავწდები, მე აუცილებლად საკუთარ თავზე ავიღებ მართვას და ხელით დავსვავ თვითმფრინავს, ხო? ამიტომ შეიძლება არ შევიყვანო ეს მეორე პირველი ოფიცრის კურსი, მაგრამ თავის დაზღვევით მისცეთ, როგორც ამას მე ჩეკლისტი მეუბნება, ამ მაჩვენებელს მე შევიყვანო. ასევე ერთი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ აგერ აქ ფრენის კონფიგურატორში, უბრალოდ approach კონფიგურატორში უნდა უთხრათ ჩვენ თვითმფრინავს, რამდენ გრადუსზე გვექნება ჩვენი ზაკრებტები გამოწეული, როდესაც დავждდებით. ამ შემთხვევაში, როდესაც მე ვაჯერ ვაწყაპუნებ flap და speed, flap-ებიდან გამომდინარე და ჩვენი დატვირთვიდან გამომდინარე, რამდენსაც მე ავერჩევ flap-ებს, იქით ჩვენი დატვირთვიდან გამომდინარე ანგარიშობს რამდენი სიჩქარე უნდა გქონდეს დაждდომისათვის, დავიმახსოვროთ ეს სიჩქარე, ვინაიდან როდესაც საკუთარ თავზე ავიღებ თვითმფრინავის მართვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კი შეგვეძლება, რომ ესე იგი მართოთ თვითმფრინავი, მაგრამ გაზის რუჩკას არ შევეხებით, ავტოსროთლი თვითონ შეინარჩუნებს აი ამ სიჩქარეს, რაც სიჩქარეც ახლა აქ მოცემული, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ უნდა შევიყვანოთ ჩვენ ეს სიჩქარე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დავიმახსოვროთ. ჩვენ უკვე უახლოვდებით ნელ-ნელა 10000 ფუტს, ეს არის ის სიმაღლე, როდესაც რის შემდეგაც ჩვენ უკვე უშუალოდ დაშვებას დავიწყებთ, უშუალოდ შესვლას დავიწყებთ უკვე ასაფრენ ბილიკზე და გავსწორდებით ფაინალზე. 10000 ფუტს როდესაც ჩავწდებით, 1000 ფუტი რა არის უკვე დარჩენილი 10000 ფუტამდე. მე გადავრთავ შემდეგ სიმაღლეს, მოდით ჯერ დარჩეს ამ სიმაღლეზე. ხელს არ ვახლებ ამას. 10000 ფუტზე შევინარჩუნოთ, გავსწორდეთ. 10000 ფუტზე რა ჩავიდეთ, 10000 ფუტზე ჩვენი landing light-ები ჩავთოთ, ჩვენი position ნატურების stroke and steady მდგომარეობაში. ზევით რა გვაქვს კიდევ აქ. ამ მომენტისათვის მე უკვე ვიწყებ ხოლმე APU-ს გაშვებას, იმიტომ რომ როდესაც დავждდები, რა თქმა უნდა, იქ მე დამჭირდება ძრავს, როდესაც გავთიშავ დამჭირდება APU-ს გაშვება, იმიტომ რომ APU-ზე უნდა გადავიტანო მე ესე დატვირთვა. ჩემი შემდეგი სიჩქარე, რასაც მე შევიყვან, იქნება 3500 და თვითმფრინავი გაანაგრძობ დაშვებას. მანამ სანამ ამ ისევ და ისევ ამ ორ მწვანე წერტილს შორის ვიმყოფები და თუ არ გავწდი ამ მწვანე წრეწირს, აუცილებლად თვითმფრინავი ისევ განაგრძობს დაშვებას. აქ ჩვენ ხედავთ ერთი საინტერესო რაღაცა, drag required, რამდენიმე წამით ამოგვიგდო და გაქრა, იმიტომ რომ თავიდან ფიქრობდა, რომ ვერ ამოხუჭებდა 10000 ქვევით descent გაყოფილებაში ნახეთ 240 არის შეზღუდვა, ამიტომ აანელებს და ეშვება ქვევით. რა თქმა უნდა, აი, როდესაც უკვე სიჩქარე მივახლოვდა იმ მაჩვენებელს, რა მაჩვენებელიც ავტოპილოტშია, ვერტიკალური სიჩქარეც მოუმატა. მანამ სანამ
არანელებდა ჩვენი ვერტიკალური სიჩქარე იყო ნაკლები. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რომ როდესაც მან ვერტიკალური სიჩქარე გაზარდა, უკვე აკაკიზე ვიქნებით 3500 ფუტზე. ლეგს განყოფილებაში როდესაც გადავდივართ, ჩვენ ხედავთ რომ ახლა ვიყოფებით ნედეგზე, აკაკიზე უნდა ვიყოთ 3500 ფუტზე და ჩვენი სიჩქარე უნდა იყოს 197. სიჩქარის დაწევას ავტოპილოტი 146-დან აი 197 კვანძამდე დაიწყებს, მას შემდეგ რაც decel წერტილს გავწევთ, ანუ ეს არის deceleration, დამუხრუჭება. Deceleration-ს რაც არის გავწევთ, უკვე თვითონ ემზადება საბოლოო წერტილზე შესასვლელად. ნედეგზე, როგორც უკვე თქვით, 3500 ფუტზე უნდა ვიყოთ. რაც შეეხება ამ 3500 ფუტს, საიდან ვიცი მე რომ 3000 რატო დავაყენე მას და მაინც 3500 ფუტზე. საქმე იმაშია, რომ ბათუმის აეროპორტს და ისევე როგორც ბათუმის აეროპორტს, ყველა აეროპორტს აქვს თავისი მონაცემები რა სიმაღლე იმის თაობაზე თუ რა სიმაღლეზე უნდა დააყენო ეს მაჩვენებელი, ყოველთვის 3500 არ არის, მაგრამ ბათუმის ცხრილიდან გამომდინარე, მე ვიცი რომ აკაკი წერტილზე უნდა ვიყავ და ამას ლეგებიც მეუბნება 3500 ფუტზე. 3500 ფუტი ამ შემთხვევაში, როგორც ვიცით, და როგორც აქედან ვხედავთ, ანუ აკაკიდან FI 13-ზე ეს არის ეს ორი წერტილი მივფრინავთ ჰორიზონტში. რა ხდება აქ? აი ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რატომ არის ეს ასე? რატომ არის რომ აკაკიდან პირდაპირ ვეშვებით უკვე ისეთი ასაფრენ ბილიკზე? იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ILS-ი არის ერთგვარი სხივი, რომელიც ასაფრენი ბილიკის კურსით ასხივებს, აი ამ კურსით ასხივებს, რა კურსიდაც, ანუ 126-ის საპირისპირო კურსით ასხივებს და როდესაც ჩვენ შევტრიალდებით აკაკიზე 3500 ფუტი აკაკის თავზე ეს არის ის წერტილი, სადაც აი ეს სხივი იყურება. ანუ რაც ჩვენ გვჭირდება და რაც მოხდება, როდესაც აკაკიზე შევალთ, არის ის, რომ ჩვენ ვინავიდან და ელნავიდან და ჩვენ უკვე ნედეგზე ვიწყებთ დატრიალებას და ნელ-ნელა ბათუმის აეროპორტისკენ აგერაკეთ დავიძარით. ის რაც მოხდება, როდესაც აკაკი წერტილზე გავსწორდებით, არის ის, რომ შევდივართ რა აკაკიზე, ჩვენ უნდა გადავხდოთ ვორლოკზე. ვორლოკის გააქტიურებისას მოხდება შემდეგი რაღაც. ჩვენი რადარი, რომელიც ჩვენს ხვირში არის დამონტაჟებული, დაიწყებს უკვე აი ამ სხივის დაჭერას. რაც ამ სხივის დაჭერას განახორციელებს, ჩვენ უკვე მზად ვართ იმისათვის, რომ დავაწვეთ შემდეგი რელაქს approach და დავიწყოთ უშუალოდ გლისადაზე შესვლა. ნახეთ, აქ არის კიდევ ერთი მომენტი, აქ არის ესეთი რომბიკი პატარა, რომელიც ნაცრისფრად არის. აქეთაც გამოჩნდება სულ მალე მეორე რომბიკი, რომელიც ნაცრისფრად იქნება. რაც ამას შევიყვანე ეს კურსი და ეს ყველაფერი აქ ფერმკრთალად, ანუ ნაცრისფრად გამომიტანა ახალი მონაცემები. ეს მონაცემები ჯერჯერობით გააქტიურებული არ არის, მაგრამ როდესაც გააქტივირდება სწორედ ამ მონაცემების მიხედვით შევალთ ჩვენ იმ კურსით, რა კურსითაც საჭირო არის რომ დავждეთ. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ 3500 ფუტზე უნდა დავიჭიროთ ჩვენ ეს სხივი, რომელიც იყურება აკაკი წერტილისაკენ. ვორლოკს როდესაც დავაწვევი და ამ მომენტისათვის აი შეგვიძლია ესეთ რაღაცაც გავაკეთოთ, მაგალითად შევიდეთ ფიქს განყოფილებაში UGSP ავკრიფოთ, მივეცდები ახლა რომ ბევრი რაღაც ერთდროულად მოვასწრო და რადიან და დისტანს მაგალითად 15 მილის დაშორება. და ბათუმის აეროპორტის გარშემო და საორიენტაციო 15 მილი შემოხდეთ, რომ ვიცოდეთ, რომ ბათუმის აეროპორტიდან 15 მილით ვარ დაშორებული. აი რაც ამს მე ამ წრეწირს გადავკვეთავ, ეგრევე ვორლოკს გავააქტიურებ და ხედავთ, აგერ მეორე რომბიკიც უკვე გამოჩნდა აქ. ეს არის ჩვენი ვორლოკის რომბიკები, რომლებიც ჯერჯერობით გააქტიურებული არ არის, მაგრამ ვინაიდან მე ILS-ის სიხშირე მაქვს შეყვანილი და გააქტიურებული მაქვს, აქტიურად ეძებს ამ მონაცემებს, თუმცა ჯერ სტენდბაი რეჟიმშია ეს ყველაფერი. ვორლოკს როდესაც დავაწვევით, დააკვირდეთ ერთ რაღაცას, ვინავი და ელნავი არ გაითიშება მანამ სანამ ვორლოკი არ გააქტიურდება. იმიტომ რომ ვინავს და ელნავს მიყვება მანამ სანამ ვორლოკი საკუთარ თავზე აიღებს უკვე ფრინავის მართვას და როდესაც ვორლოკი გააქტიურდება, ეს ორი ნაცრისფერი რომბიკი ვარდისფრად გადაიქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ავტოპილოტი აი ამ ვორლოკს მიყვება. რაც ამ ვორლოკზე გავსწორდებით, ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე approach-იც ავირჩიოთ და გლისადაზე შევიდეთ. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აკაკიდან FI 13-ზე სანამ ვიმყოფებით. ანუ იმ მომენტში ჰორიზონტში ვიფრენთ, დავიჭერთ ვორლოკს და შეგვიძლია უკვე გლისადაზე შევიდეთ. კარგით, მე deceleration-ს რაც ამს გავწდებით და ჩვენ ხედავთ რომ გავწით რა deceleration-ს ჩვენი სიჩქარე უკვე შეიცვალა. ერთი რამ რაც უნდა გავითვალისწინოთ, ნახეთ, როდესაც ჩვენ deceleration-ზე შევედით, deceleration როდესაც დაიწყო, ჩვენი პროგრესი გვეუბნება, რომ უკაცრავად ლეგები გვეუბნება, რომ აკაკიზე უნდა ვიყოთ 197 კვანძზე, მაგრამ როგორც ხედავთ 207, 208 კვანძი არის აქ მითითებული. რატომ არის ეს ასე? DES-ში
206 კვანძი და შეზღუდვა მაქვს ფლაპები, იმიტომ რომ მინიმალურ უსაფრთხო სიჩქარეს უკვე მე აქ აპ მდგომარეობაში, ანუ აკეცილი ზაკრილკებისათვის მინიმალური უსაფრთხო სიჩქარის ქვევით აღარ ჩადის ეს ისე. რადგან მე 1 გრადუსზე ჩავიყვან ამას, უკვე რა თქმა უნდა, ჩემი კომპიუტერი გააგრძელებს კალკულაციას და შეეცდება რომ ავტოპილოტის ეს სიჩქარე დააყენოს იმ მაჩვენებელზე, რა მაჩვენებელიც საჭიროა რომ აკაკი წერტილზე გავიდე. მე უკვე 1 გრადუსზე გადავარდეს, თქვენ ხედავთ აქ ზევით ასეთ აღნიშვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის 1 გრადუსზე გამოშვებული ფლაპებისათვის მაქსიმალური სიჩქარე, ანუ 1 გრადუსზე თუ მაქვს გამოშვებული ფლაპები, არაც არ შეიძლება რომ 250 კვანძს ავწდე, იმიტომ რომ ეს არ არის უსაფრთხო თვითმფრინავისათვის. ამ მომენტისათვის Warlock-ს დავაწვევი. აქ ხედავთ ნაცრისფრად Warlock-ი ნაცრისფრად არის, მაგრამ მზადყოფნაში არის მოსული, რაც ამ Warlock-ი დაიჭირა კიდევაც თქვენ ხედავთ და აგერ აქ უკვე რომბიკები გაჩნდა, Warlock-ი გააქტიურდა, მწვანეთ არის. ჩვენ შეგვიძლია უკვე deceleration-ი გავაგრძელოთ, deceleration-ს ვაგრძელებთ და ანუ ვამოხრუჭებთ. 197 თვითმფრინავი მშვენივრად მიყვება იმ მაჩვენებელს, რა მაჩვენებელიც აკაკიზე არის საჭირო და გავსწორდებით რა უკვე final-ზე, ჩვენ ვაწვევით approach-ს. ამასობაში მე თან ნელ-ნელა ჩემი ზაკრილკები უფრო და უფრო ქვევით მიმყავს, რომ შევამზადო. გავსწორდები თუ არა final-ზე, ვაწვევი relax approach და აქედან უკვე single channel დაეხატება, რაც იმას ნიშნავს, რომ გლისადაზე ვიმყოფები. ვაწვევით approach relax და single channel ჩვენი ავტოპილოტი შეეცდება ახლა რომ აი ამ რომბიკებს გაყვებს და გლისადაზე შევიდეს. Single channel რა თქმა უნდა აქ რამოდენიმენაირი ავტოპილოტი არსებობს, როგორც უკვე ვთქვი. იქიდან გამომდინარე თუ როგორ ვახორციელებთ დაჯდომას, ესაც ყველაფერი განსხვავდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მე აუცილებლად დავამოხრუჭებ, როდესაც შევალთ აი ამ სიჩქარე, როდესაც შევალთ 1000 ფუტს, როდესაც ჩავსდებით, ამ მომენტისათვის, როდესაც approach-ზე გადავრდეთ, უნდა შევიყვანოთ ის სიჩქარე, რაც ჩვენ დაშვების კონფიგურაციაში ქონდა მითითებული, სად არის აქ 152 კვანძი, ხო? 30 გრადუსზე გამოშვებული ფლაპების შემთხვევაში, რა თქმა უნდა 30 გრადუსზე ჯერ არ მაქვს გამოშვებული, მაგრამ სიჩქარე ეცემა და მეც შესაბამისად ვეცდები რომ დავაწიო ჩემი ზაკრილკები. 2000 ფუტს რო ჩავსდებით, ჩემ შასისაც უკვე გამოუშვებ და ბოლომდე მზადყოფნაში მივალ იმისათვის რომ დავждეთ. ცოტა ხედი დავაშოროთ. თუ მაგალითად გიჭირთ ორიენტაცია და სხვადასხვა მე თავიდან გამიჭირდა, ესე იგი საბრძოლო თვითმფრინავის შემდეგ ამხელა ავტობუსის დასმა, შეგეძლიათ აი ეს ჰადი გამოიყენოთ. მე ამას არ გავაკეთებ, ვეცდები რომ ჩემით დავსვათ თვითმფრინავი. რაც ასევე გასათვალისწინებელია, აქ ნახეთ ელნავის ნაცვლად არის glide slope, ამ რომბიკებს მიყვება უკვე და მიდის glide slope-ის მიხედვით, შეგვიძლია ცოტა მაგალითად დავეხმაროთ და დავამოხრუჭებინოთ. ხო, მაგალითად საერთოდ 2000 ფუტს ქვევით, როგორც მე ვიცი, აკრძალული არის მოხრუჭების გამოშვება. ამ მომენტისათვის რაც ამ სიჩქრის სიმაღლე დავკარგეთ, ეს ცოტა მალე ადრეც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვასწარი. ესე იგი ჩვენი ძრავები მდგომარეობაში continuous, ჩვენი ავტომოხრუჭები მდგომარეობაში, ну, 3 მაგალითად იმისათვის რომ ბათუმის აეროპორტის შესაბამისად ბათუმის აეროპორტის ბილიკი ცოტა მოკლე არის და ცოტა მკვეთრად დაამოხრუჭოთ და ჩვენი შასი გამოუშვათ. აწი ავტოსროთლი რახან ჩართული არის, ავტოსროთლი გაყვება აი აქ მითითებულ სიჩქარეს, მახებ სიჩქარის ველში მითითებულ სიჩქარეს ჩვენი შასი გამოშვებულია, ფლაპებიც ნელ-ნელა ჩამყავს უფრო და უფრო ქვევით და ჩვენ თითქმის მზად ვართ იმისათვის რომ თვითმფრინავი დავსვათ. 1000 ფუტს როდესაც ჩავსდებით, იქნება ხმოვანი სიგნალი 1000 და primary flight display-ზე თქვენ ხედავთ რომ ref არის აღნიშნული, რაც reference ნიშნავს. 150 არა, 157 დავაყენოთ, მოდი ჩვენი სიჩქარე. რაც ამ სიჩქარეს მიუყვებით, თქვენ ხედავთ speed არის გააქტიურებული, ვინავი აღარანაირ კავშირში აღარ არის ამ ყველაფერთან. 1000 ფუტს როდესაც ჩავცდებით, შეგვიძლია რომ საკუთარ თავზე წავიღოთ თვითმფრინავის მართვა, თუმცა მე შევეცდები რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო გლისა და ჩავსდით რა 1000 ფუტს. ოდით გამორთ ჩვენი ავტოპილოტი. ავტოპილოტის გამორთვას არ ვახორციელებთ აქედან ან საიდანმე აქედან. ავტოპილოტი წესით ამ შემთხვევაში ითიშება აქედან. ხმოვანი საგანგაშო სიგნალი გვესმის, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეკითხება ჩვენი კომპიუტერი ჩვენი ნებით გამორთეთ თუ არა ავტოპილოტი, დავუდასტუროთ, დიახ, ჩვენი ნებით გამორთეთ.
აწი უკვე flight director-იც ამოქმედდა აქ და მე joystick-ით მართავ ჩემს კურს გლისადას. Throttle-ს ამ შემთხვევაში არ ვეხები, იმიტომ რომ auto throttle მართავს გაზს. ესე იგი სპოილერები მომყავს მდგომარეობაში ARM იმისათვის რომ როდესაც დავჯდები და გაზ ბოლომდე გაუთიშავ რევერსისთვის მოვამზადო ჩემი სპოილერები, იმიტომ რომ რევერსთან ერთად ასევე სპოილერებიც გამოდის როგორც ვიცით. და დავჯდებით თუ არა auto throttle-იც ავტომატურად გაითიშება და რევერსაც ჩავორდოთ. მაშასე ყველაფერი მე მგონი მზადყოფნაში არის. გლისადას ცოტა ქვევით ავწდი და გავერთი ამასობაში. 100. რა თქმა უნდა ეს ჩემი ბრალი არის, იმიტომ რომ არ უყურები საით მიუფრინავდი, ვეცდები რომ რბილად დავსო, მაგრამ ვერ გპირდებით. 10. ჩავურთეთ ეგრევე რევერსი. F2 ღილაკის დაჭერით. რევერსი მაქსიმუმზეა ჩართული. რაც ამ ჩვენი სიჩქარე ჩაცდება 60 კვანტს, შეგვიძლია რევერსიც გაუთიშოთ 30 კვანტს, როდესაც ჩვენი სიჩქარე ჩაცდება, ჩვენი ავტობრეიკი გადაგვყავს მდგომარეობაში off. ჩავართოთ ჩვენი APU და ნელ-ნელა დავამოხრუჭოთ, გავიდეთ აქ ბილიკისაკენ, როდესაც დავჯდებით ასევე ჩვენი ტრანსპონდერი გადავართოთ ისევ მდგომარეობაში standby, ჩვენი მოხრუჭები მოვაცილოთ, ჩვენი ფლაპები მოვაცილოთ ბოლომდე. დავამოხრუჭოთ. ფლაპები მოვაცილეთ ბოლომდე. ჩვენი landing light-ები გავთიშეთ. ჩვენი ტაქსი ნათურები გავთიშეთ. ძრავები იყო ჯერჯერობით მდგომარეობაში continuous. შევიდეთ ჩვენს რულოშკაზე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი ნებართვები ჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ამას საერთოდ ყურადღებას არც ვაქცევ. რაც ამს მე ჩემი ფლაპები ავკეთე, რა თქმა უნდა, ჩემმა კონფიგურატორმა ეგრევე ჭყიპინი დაიწყო, მაგრამ აწი უკვე ეს მე აღარ მჭირდება, ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც მე დავჯექი აქ navigational display-ზე ჩემი მარშრუტი გაქრა, იმიტომ რომ მარშრუტი შევასრულე. 51 წუთი დაგჭირდა ბათუმამდე ჩამოფრენისათვის. ჩვენი APU დასტაბილურდა, APU-ს ავკიდოთ ჩვენი ელექტროენერგია. ამასობაში APU bleed-ით ჩავართოთ, რომ როდესაც შევალთ gate-ზე უკვე დაძრავებს გავთიშავთ, APU-დან მივიღოთ პნევმატური კვება და ელექტროენერგია, შევდივართ რა gate-ზე, გავუთიშოთ ჩვენი განათებები იმისათვის, რომ სახმელეთო პერსონალი არ დავაბრმავოთ და position ნათულები მდგომარეობაში სტედი. ლოგოც უნდა ჩაგვერთო მანამდე, თუმცა აღარ მოვასწარდა, დამავიწყდა. ძრავების სტარტერები მდგომარეობაში off. და ჩვენ მოვედით. მარშალერის ბრძანებით ვაჩერებთ თვითფრინავს, პარკინგზე ვაყენებთ. სანამ ძრავებს გავთიშავდეთ, დავწმუნდეთ, რომ ჩვენი პნევმატიკა უკვე APU-ზე არის გადართული. APU bleed-ი ჩართულია, შეგვიძლია ძრავებიდან მოხსნათ პნევმატური კვება. კონდიცირება ჯერჯერობით დარჩეს იმისათვის, რომ ჩვენმა მგზავრებმა სანამ გავლენ საჰაეროხომალდიდან მიიღონ ეს თავისი კარგი ატმოსფერო ჩვენს კოკპიტში. APU generator 1 on, APU generator 2 on, ეს უკვე გავაკეთე ყველაფერი. შემიძლია მომენტისათვის ჩემი ძრავებიც გავთიშო. shut off მარცხენა ძრავი, shut off მარჯვენა ძრავი, თუ cut off როგორც აწერია არ მახსოვს. ძრავების ბრუნი ნელ-ნელა ეცემა, რა თქმა უნდა, ახლა აქ ჰიდრავლიკაც დაეცემა. ჰიდრავლიკის დაცემასთან ერთად ასევე ვთიშავთ ჩვენ პიტოტებს, ვთიშავთ ჩვენ მინების გათბობას, უკვე მიმართულებით ვაკეთებთ მოკლედ ყველაფერს, რასაც სტარტაპიზას ვაკეთებდით. ელექტროტუმბოები შეგვიძლია უკვე გავთიშოთ, ძრავების ტუმბოებით შეგვიძლია უკვე გავთიშოთ. საწვავის მიწოდება შეგვიძლია უკვე გავთიშოთ, თუმცა ვინაიდან APU არის ჩართული, მაინც მარცხენა ტუმბო დაუტოვოთ. კიდევ ზევით რა გვაქვს დარჩენილი? Anti-collision ნათურები შეგვიძლია გავუთიშოთ. ლოგოც შეგვიძლია უკვე ამ მომენტისათვის გავთიშოთ, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ მოვედით და აქ ვართ და კარგი ბიჭები ვართ. ARS-ები შეგვიძლია გავუთიშოთ. გავთიშეთ რა ARS-ები აქვე yaw damper-ით შეგვიძლია გავუთიშოთ. გადმოვინაცვლოთ წინა მხარეს, ეს სიმაღლეები ყველაფერი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შეგვიძლია დავტოვოთ ისე როგორც არის. სპოილერები აკეცილი, ფლაპები აკეცილი.
ტრანსპორტშული. დანარჩენი ყველაფერი აქ აღარაფერი აღარ გვჭირდება. აწი რაც ჩვენ გვჭირდება არის ის რომ overhead პანელზე ავიხედოთ და ჩვენი APU-ც გავთიშოთ. APU გაითიშა, შეგვიძლია emergency exit lights მდგომარეობაში off მოვიყვანოთ, თუმცა მანამდეც შეგვიძლია ეს გაგვეკეთებინა რომ ახლა ბატარეაზე დატვირთვა არ მიგვეყენებინა, fasten seat belts და chime მდგომარეობაში off, bus transition მიყვავს ის მდგომარეობაში off, standby power მდგომარეობაში off. და battery off სანამ გავაკეთებთ, მოდით ეს რაღაც გავაკეთოთ. if ეს ყვება რო გავთიშე, ესაც გაითიშა, მეთქი ჩოკებს დავაყენებთ ხო? ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ну აქ უკვე საინტერესო ისეთი აღრაფერი აღარ არის. ground connection-ებიდან ჩოკები დავაყენოთ. ავიხედოთ ისევ ზევით overhead პანელზე. გავთიშოთ bus transition, standby power გავთიშოთ და ბატარეა გავთიშოთ. ჩვენ ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, off მდგომარეობაში ასევე position ნატურები, იმ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რა მდგომარეობაშიც მანამდე ვიყავით. რა თქმა უნდა, APU როდესაც ჩაქრება, შეგვიძლია ეს ტუმბოც გავუთიშოთ აქ საწვავის.